ჩვენს პლანეტაზე არსებობს რამოდენიმე ხელზე ჩამოსათვლელი ყველაზე საშიში მებრძოლი. ისეთები როგორებიც არიან ფიოდორ ემელიანენკო, ანდერსონ სილვა, ჟორჟ სენ-პიერი, დემეტრიუს ჯონსონი და ჰაბიბ ნურმაგომედოვი, მაგრამ არსებობს ერთი ადამიანი, რომელიც მათ სათავეში უდგას და მას ჰქვია ჯონ ჯონსი. ჯონსი დღესაც მოქმედი სპორტსმენია და თქვენ წარმოიდგინეთ 18 წლის განმავლობაში მას მარცხი არ უნახია. მან პროფესიონალებში 30 ბრძოლა მოიგო. სოფლიო სპორტის ისტორიაში ის არის ოქროს ასოებით მონიშნული ისეთ მაგარ სპორტსმენებთან, როგორიც არის პელე, მაიკლ ჯორდანი და მუჰამედ ალი. თუ შენ შერეული ორთაბრძოლების კომაგი ხარ, შევალდებული ხარ იცოდე ჯონსის სრული ისტორია, ნახო მისი ყველა ბრძოლა და გაიცნო მისი ბნელი მხარე. გაიცანით ყველა დროის ყველაზე ნიჭიერი დაუმარცხებელი ჯონ ბონს ჯონსი. ჯონათან დუაიტ ჯონსი დაიბადა 1987 წლის 19 ივნისს ქალაქ როჩესტერში, სასულიერო პირის ოჯახში. მიუხედავად იმისა, რომ ჯონსის მამა სასულიერო პირია, მას სპორტი ძალიან უყვარდა და სკოლაში იყო გატაცებული თავისუფალი ჭიდაობით, ამიტომ მან თავისი სამი ვაჟისთვის სარდაფში მოაწყო საჭიდაო დარბაზი, სადაც მისი შვილები ყოველდღე ვარჯიშობდნენ. ჯონს ყავდა უფროსი და, რომელიც ძალიან კარგად სწავლობდა, თამაშობდა კალათბურთს სკოლის ნაკრებში და ეკლესიაში გალობდა. ჩვენში ყველაზე ნიჭიერი იყო ჩემი და კარმენი. ის 18 წლის ასაკში გარდაიცვალა ტვინის გიბოთი. ეს იყო ყველაზე დიდი დარტყმა, მაშინ მეგონა რომ ჩემს დას ნაკლი არ აქვს. კარმენი ყველასათვის იყო მაგალითი. ეკლესიაში ის ყველაზე კარგად მღეროდა, სკოლაში ყველაზე კარგად სწავლობდა, კალათბურთში უნიჭიერესი იყო. დედას ოჯახში ყველაფერში ეხმარებოდა. ერთ დღეს სამყარომ უბრალოდ წაგვართვა ის. მე ვერ ხვდები ღმერთმა რატომ წამართვა ჩემი შვილი. ღმერთო, რატო არ წაიყვანეთ სხვა, რატო არ წაიყვანეთ ცუდი ადამიანი, ის ხომ ანგელოზი იყო. როცა ამას ჩუმად ვეკითხებოდი ღმერთს, გამახსენდა რომ უფალს ისე უყვარს ჩვენი სამყარო, რომ მოგვავლინა თავისი შვილი, რომელიც უმრავლესობამ ვერ დავაფასეთ. მე მჯერა რომ ჩემი შვილი ეხლა მასთან არის. ძმებში ფიზიკურად ყველაზე სუსტი იყო ჯონსი. ბევრი ვარჯიშის მერე ძმებმა გადაწყვიტეს თავიანთი ცხოვრება და ეკავშირებინათ ამერიკული ფეხბურთისთვის. ჯონი მოედანზე ყველაზე სუსტი იყო, რის გამოც მწვრთნელმა მას ბონსი შეარქვა, რაც ნიშნავს ძვალს. მომავალ ჩემპიონს ეს სპორტის სახეობა მაინდამაინც არ მოწონდა. გარკვეული დროის მერე ჯონსმა დაანება თავი ამერიკულ ფეხბურთს, ჩააბარა იურიდიულ კოლეჯში და დაიწყო ვარჯიში თავისუფალ ჭიდაობაში. ძმებმა კი გააგრძელეს ამერიკული ფეხბურთი, არტურმა და ჩენდლერმა დიდ წარმატებას მიაღწიეს ამ სპორტის სახეობაში. თამაშობდნენ უმაღლეს ლიგაში და თავის კარიერაში ძმებმა $200 მილიონ მეტი გამოიმუშავეს. ჭიდაობაში ჯონსმა დიდ წარმატებას მიაღწია, გახდა ნიუ-იორკის შტატის ჩემპიონი და 2006 წელს მოიგო იუნიორების ნაციონალური ჩემპიონატი. ერთი პერიოდი მე მინდოდა გამხდარიყავი სასულიერო პირი. მამა ჩემს მოწონდა ეს იდეა და ყველანაირად გვერდში მედგა, მაგრამ ბოლოს მაინც სპორტი ავირჩია. მე და ჩემ ძმებმა ბევრს მივაღწიეთ სპორტში. მამა ამაყობს ჩვენ და ვფიქრობ, რომ ჩემ დასაც უხარია სამოთხეში. Why are you so shy? It ain't like you hold back. Don't forget me, I'll say, I'll remember you say. Sometimes it lasts a lot. ჯონსი კოლეჯში სწავლობდა ცნობილ UFC-ს მებრძოლთან კოლბი კოვინგტონთან ერთად. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა მის ცხოვრებაში, სწავლა, ვარჯიში, თუმცა ერთ დღეს მან გაიგო, რომ მისი შეყვარებული არის ორსულად. ბონსმა ეგრევე დაანება თავის სწავლას და ვარჯიშს და დაიწყო მუშაობა კლუბის დაცვაში. მას ფული ჭირდებოდა თავისი ორსული შეყვარებულისთვის. ამასობაში მომავალ მამამ გაიგო, რომ ფულის შოვნა MMA-ში შეიძლება. ჯონსმა იყიდა ორი წიგნი, ერთი წიგნი იყო მუაი-თაის შემსწავლელი, მეორე კრივის და დაიწყო ვარჯიში. როგორც მომავალში ჯონსი მოყვება ინტერვიუში, ის ბევრ მოძრაობას სწავლობდა YouTube-დან. და აი ასეთ რიტმში თვეების განმავლობაში ძვალი დღისით ვარჯიშობდა, საღამოს კი მუშაობდა დაცვაში. მე მთელი გულით მჯერა რომ დავიბადე ბრძოლებისთვის, ეს არის ჩემი მისია. ბევრი ალბათ იფიქრებს, ზრიებს, ბოდიალობს ეს, მაგრამ როცა შენ იპოვი იმას, რაც შენ გიყვარს, თავიდანვე გრძნობ რომ გახდები საუკეთესო იმის მიუხედავად რომ საწყის ეტაპზე არაფერი გამოგდის. 2008 წლის 12 აპრილს ჯონსი დარწმუნდა, რომ ის მზად არის პროფესიონალურ MMA-ისთვის და პირველად შეადგა ფეხი ოქტაგონში ბრედ ბერნარდის წინააღმდეგ. 20 წლის ბიჭუნამ თავისი სადებიუტო შერკინება წუთი და 32 წამში ნოკაუტით დაასრულა.
cocky behavior there, raising his hand a little too soon. And if he didn't have the intention of Bernard before, he has it now. Bernard is out. A first-round TKO by John Jones. Mark, was that impressive? ზუსტად 7 დღეში ჯონსი ისევ ოქტაგონში იყო კარლოს ედუარდოს წინააღმდეგ. 2 რაუნდის განმავლობაში 20 წლის სპორტსმენი ისე დომინირებდა, რომ კომენტატორები მას ანდერსონ სილვას ადარებდნენ და იძახდნენ, რომ ამ ბიჭუნას დიდი მომავალი აქვს. მესამე რაუნდის დასაწყისშივე ჯონსმა ბრაზილიელი მარჯვენა მოკლე დარტყმით გათიშა და მოიპოვა მეორე ზედიზედ გამარჯვება ნოკაუტით და რაც მთავარია, ეს ყველაფერი მოხდა ერთი კვირის მანძილზე. Either one of the guys. Oh, that's it. He's out. Oh, he's out. And he ate a left there too. John Jones, big right hand. Well, there it was. Those are one of. Give it up for John Jones. Jones. ამ შეხვედრის მერე ჯონსმა 5 დღე დაისვენა და მე-6 დღეს ისევ ოქტაგონში იყო. სამწუხაროდ ამ ბრძოლის ვიდეო არ არსებობს, სამაგიეროდ არსებობს სურათები. მომავალ ჩემპიონმა თავისი მესამე შეხვედრაც ფინიშით მოიგო, მან თავისი მსხვერპლი პირველივე რაუნდის პირველივე წუთზე დაახჭო, რითიც მოიპოვა ზედიზედ მესამე ფინიში. როგორც იქნა ამ სამი ეფექტური ფინიშის მერე, ჯონსმა მოიწყო დამსახურებული დასვენება, რომელიც გრძელდებოდა სულ რაღაცა 2 კვირა. ამავე 2008 წლის 9 მაისს ჯონსი შეხვდა რაიან ვერეტს. მან თავისი მსხვერპლი 14 წამში მოკლა. ჯერ მე-12 წამზე დაანოკდაუნა და მერე მე-14-ზე ბრუტალურად დააფინიშა. ამ კვლელობის მერე ორგანიზატორებმა ჯონს უთხრეს, რომ ის არ გამოჩენილიყო ოქტაგონში, სანამ რაიან ვერეტის გასვენება და 40 დღე არ გავიდოდა. ხო და ზუსტად 40 დღეში მშიერი ბონსი ისევ შევარდა გალიაში. მომავალში პარკერ პორტერი ამ ლოკალური პრომოუშენის ჩემპიონის გახდება და UFC-შიც მოხდება, მაგრამ ამ დღეს მას არ გაუმართლა. ჯონსმა თავისი მეტოქე ზუსტად 36 წამში გაანადგურა და მოიპოვა თავისი რიგით მეხუთე გამარჯვება. On the right knee, another knee, and a third knee. Overhand right, down goes Parker Porter. John Bones Jones, a legend, feared by all. John Bones Jones, on podium built to reign. John Bones Jones, king of blood and pain. John Bones Jones. 22 დღეში ჯონსი კიდევ ერთ შეხვედრას ატარებს ლოკალურ ორგანიზაციაში, ამჯერად ეს ბრძოლა იყო სატიტულო. თავიდან ჯონსი იბრძოდა ფსევდონიმით სექსუალური შოკოლადი. არ ვიცი ვინ მოიფიქრა ეს ზედმეტ სახელი, მაგრამ სწორედ რომ ამ სექსუალურ შოკოლადმა პირველი რაუნდი ისე სცემა მოიცეს გაბინი, რომ მეორე რაუნდის დასაწყისშივე გაბინმა ვეღარ გაუძლო ამ წნეხს და დაუწვა ცხვირწინ ჯონს. სექსუალურ შოკოლადმა ეს მებრძოლიც დააფინიშა და გახდა ამ პრომოუშენის ჩემპიონი. Against Bones, you're alone. John Bones Jones, the greatest standing tall. John Bones Jones, a legend, feared by all. Sexual Chocolate Jones! ეხლა კი იწყება ყველაზე საინტერესო. წარმოიდგინეთ, 3 თვის განმავლობაში ჯონსმა 6 ბრძოლა მოიგო ზედიზედ და რაც თავარია 6-ვე ფინიში დაასრულა. UFC-მ თვითონ იპოვა ახალგაზრდა ჯონსი, შესთავაზა კონტრაქტი, ის დათანხმდა და 20 წლის ასაკში ის აღმოჩნდა მსოფლიოში ყველაზე ძლიერ ლიგაში. This is the UFC Light Heavyweight Division. 2008 წლის 10 აგვისტოს ჯონსი თავისი სადებიუტო ბრძოლით UFC-ში შეხვდა ანდრე გუსმაოს. ბრაზილიელი იყო ჯიუ-ჯიტსუს და კაპუერას ოსტატი. მას კარიერაში მარცხი არ უნახია და მოდიოდა 5 ზედიზედ გამარჯვებით. ანდრე გუსმაო ვარჯიშობდა გრეისისთან ჯიუ-ჯიტსუში, ასევე ჰქონდა შავი ქამარი კაპუერაში. გონი როჯერ თუ ჯეფ მეივეზერთან ემზადებოდა კრივში. სიმართლე გითხრა, ეს ყველაფერი მე ცოტა მაშინებდა. მაგ დროს მე ვარჯიშობდი ჩემს მეგობართან ფერმაში. მას უკანა ეზოში პატარა დარბაზი ჰქონდა მოწყობილი. ჩვენი შეხვედრა როკის და დრაგოს ჩუბს გავდა. ის რეალურად დრაგოსავით გამოიყურებოდა. ზოგადად რომ დააკვირდეთ ჯონსის ბრძოლას UFC-ში, ის არასდროს არ ჩქარობს და არ ხარჯავს ძალას ტყუილად. საჭიროების შემთხვევაში ჭუჭყიანი ხრიკების გამოყენებაც შეუძლია და ამას ისე ოსტატურად აკეთებს, რომ საჯიმას დისკვალიფიკაციას ვერ აძლევს. ამ შეხვედრაშიც ვნახეთ პირველ რაუნდში ასეთი ხრიკები, როდესაც ჯონსმა ტექნიკურად მეტოქეს მუხლით ენა კვერცხებში და იქვე დარტყმების კომბინაცია მიაყოლა. საჯმა კი გააჩერა შეხვედრა, მაგრამ მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა. Jones is really pushing it. Oh, went for a spin. Big, good battle. Oh, spinning back fist. And just missed. He touches the leg like he's going to drop down, and he throws the spinning elbow. Here we go.
მეორე რაუნდის დასაწყისშივე ჯონსმა კიდევ ერთხელ კლინჩი დაკეცა ბრაზილიელი, მაგრამ ეს ისე ოსტატურად გააკეთა, თითქოს შემთხვევით მოუვიდა. რეფერი კი ისევ მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა. შემდეგ იყო გდება, რომელიც ჯონს არ გამოუვიდა. ჯიუ-ჯიტსუს ოსტატი გამოძვრა პარტერიდან და ბრძოლა დგომში გაგრძელდა. ჯონსი დომინირებდა, თუმცა ერთი მომენტი კლინჩიდან გამოსვლის დროს ბონსმა შეცდომა დაუშვა და ბრაზილიელმა ეს შანსი არ გაუშვა ხელიდან. მან რამოდენიმე ეფექტური დარტყმა მიიტანა ადრესატთან, თუმცა 20 წლის ბიჭუნამ მოტვინა რაც ხდებოდა, შეუვარდა მეტოქეს კლინჩი, სადაც მოახერხა მოფერიანება და შეხვედრა გაგრძელდა. ბონსმა ბრუნში ძალიან ეფექტური იდაყვი გაუტარა ბრაზილიას, შემდეგ მიაყოლა ფრონტკიკი და რაუნდის ბოლომდე დისტანციიდან ეფექტურად მუშაობდა. Thought it is better than the slap. Again, he tried that spin. ბრძოლის მესამე მონაკვეთში ჯონსი ბევრად უკეთესი იყო. ის ძალიან მრავალფეროვნად იბრძოდა, 4 წუთის განმავლობაში დომინირებდა დგომში და ბოლო წუთზე კი გადაიყვანა ბრაზილიელი პარტერში და იქ კონტროლის ხარჯზე გაიმყარა გამარჯვება. John Jones wins his UFC debut by unanimous decision. UFC 87-ზე ბრძოლის წინ აღარვებული შევედი გასახლეში, სადაც დამხვდა რემპეიჯ ჯექსონი. უცებ ყველაფერი დამავიწოდა. ის ჩემი კუმირი იყო და უსაყვარლესი სპორტსმენი. მე ეგრევე ვეცი მას ყვირილით, რემპეიჯ, შენ ჩემი საყვარელი სპორტსმენი ხარ. ის გაკვირვებული ასეთი მიყურებდა. 2009 წლის 1 თებერვალს ჯონსი შეხვდა სტეფან ბონარს, გამოცდილ მებრძოლს, რომელმაც თავის დროზე თავისი შერკინებით ფორესტ გრიფინთან გადაარჩინა UFC-ის ორგანიზაცია ბანკროტისგან. ის ჯონსზე ბევრად გამოცდილი სპორტსმენი იყო და ამ შეხვედრაში ითვლებოდა ფავორიტად. სტეფან ბონართან ბრძოლა ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. ის ძალიან გამოცდილია, მაგრამ მე ახალგაზრდა ვარ, ბევრად სწრაფი, გამძლე და მშიერი. დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებ. მაგრამ არ მაინტერესებს რამდენად ძლიერია ჯონსი. ამ შეხვედრაში მხოლოდ ერთი გამარჯვებული იქნება და ის ახლა თქვენს წინაშეა. Fighters 3 rounds in the UFC. რაუნდი ჯონსმა დაიწყო დისტანციიდან. მან ბონარს რამოდენიმეჯერ მოახვედრა თავისი გრძელი კიდურები, რის მერეც შეუვარდა კლინჩი და გააგრძელა მუშაობა მუხლებით. როგორც კი ბონარი გააქტიურდა კლინჩი, ბონსმა ის ლამაზი გდებით გაშალა იპონზე. შემდეგ ააყენა და კიდევ ერთხელ დააიპონა. რესლინგის მასტერკლასი გაგრძელდა. ჯონსმა უმაგრესი სუპლექსი დააჭედა ოქტაგონში თავისი მეტოქე, რის მერეც დგომში იდაყვებით ბრუნში ისეთი ეფექტური და ლამაზი დარტყმა გაუტარა ბონარს, რომ ის სახით დაეჭედა მიწაზე. რაუნდის ბოლოს იყო უძლიერესი მუხლის სახეში, რის მერეც საშუალო დონის სპორტსმენი იქვე დაწვებოდა და ბოლო წამებზე კიდევ ერთი გდება. What a beautiful technique, and look what he's able to pull off. But blam! Look at that wide. All right, round 2 to bring it on. Come on. მეორე რაუნდი სპორტსმენებმა დაიწყეს დარტყმების გაცვლით, რის მერეც ჯონსმა დროებით ბრძოლა პარტერში გადაიყვანა. Oh, look at that. Taking a few trips to Thailand. რაუნდის შუაში ბონერმა მოახერხა პარტერიდან ადგომა, მაგრამ ჯონსმა მას დააწია მუხლის სახეში, რის მერეც მებრძოლებმა გაცვალეს რამოდენიმე დარტყმა და დაიწყეს ჩეხაობა. რაუნდის ბოლოს ჯონსმა კიდევ ერთი უმაგრესი გდება შეასრულა და ეს რაუნდი თავის სასარგებლოდ დაასრულა. Indeed. Look at here's a nice elbow over the top by John Jones and a straight with the stand up, and there's that beautiful throw. Let's go. Fight me and Steph. Bring the hell for him. Mauricio Shogun Rua and Jones. All right, last round. Bring it on. Come on. შეხვედრის ბოლო რაუნდი მებრძოლებმა კლინჩით დაიწყეს, სადაც ორივე ახერხებდა მუშაობას. ეს იყო ძალიან მაგარი ჩხუბი, რომელშიც ჯონსი უკეთესი იყო ყველა ასპექტში და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გახდა გამარჯვებული. Again to the judges' scorecards. Good fight. Here is the wrestling technique, the skill, and here's a beautiful knee by Jones. In what truly is still considered UFC heavyweight champion of the world, Brock Lesnar.
2009 წლის 11 ივნისს ლას-ვეგასში ჩატარდა საიუბილეო ივენთი UFC 100, სადაც მძიმე წონაში ერთმანეთს შეხვდნენ მოქმედი ჩემპიონი ბროკ ლესნარი და დროებითი ხამრის მფლობელი ფრენკ მირი. ლესნარმა გააერთიანა ეს ორი ტიტული და მეორე რაუნდში დაანოკაუტა ფრენკ მირი. ასევე ამ ღონისძიებაზე ჟორჟ სენ-პიერმა მეექვსეჯერ მოიხვია წელზე ქამარი, სადაც მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო შეხვედრა ტიაგო ალვეს. დენ ჰენდერსონმა ხომ ამ ივენტზე კინაღამ მაიკლ ბისპინგი მოკლა. ამ დიდებული სპორტსმენების ფონზე კი 21 წლის ჯონ ჯონსი ამავე ივენტზე შეხვდა ჯეიკ ობრაენს. ობრაენი მძიმე წონაში ასპარეზობდა, პროფესიონალებში 10 შეხვედრა ჰქონდა მოგებული, მაგრამ ბოლო ორი ბრძოლაში ნოკაუტით დამარცხდა. ჯერ ანდრეი ორლოვსკისთან და მერე კეინ ველასკესთან. ამიტომ მან დაიკლო წონა და 93 კილოგრამში ჩამოვიდა 21 წლის ახალბედის გასანადგურებლად. ჯეიკ ობრაენთან ბრძოლა განსხვავებული იქნება. ისეთი არა როგორც სტეფან ბონართან. ჯეიკი სულ სხვა ცხოველია, ასე რომ თუ ვნახე ხელსაყრელი მომენტი, აღარ გავწელავ და აუცილებლად დავაფინიშებ. პირველი რაუნდი შეიძლება ითქვას ჯონსისთვის იყო დაზვერვითი. ბრაენმა თავიდანვე შეხვედრა დაიწყო შეტევით, მაგრამ ბოუნსმა ყველა მისი შეტევა დაბლოკა და მუშაობდა დისტანციაზე. His way immediately. Oh, nice had a jumping switch kick right there. Set for round 2. მეორე რაუნდი თავდასხმით უკვე ჯონსმა დაიწყო. თითქოს მან გაშიფრა თავისი მეტოქე და 3 წუთის განმავლობაში ჯონსი ობრაენს დისტანციაზე ანადგურებდა და არ უშვებდა ახლოს. რაუნდის ბოლოს კი დაიჭირა ყოფილი მძიმე წონასანი ჰელიოტინაში, სადაც გაგუდა და მოიპოვა თავისი პირველი ფინიში UFC-ში. So many different strikes and now neck here. It looks like he's got it very deep, Mike. This angle. Looking to finish it. It's all over. He put him out. Wow. John Jones. Wow. Choked out Jake O'Brien. Bones Jones. Well, he mixed things up nicely. 2009 წლის 6 დეკემბერს ჯონსი ხვდება მეტ ჰემილს, რომელიც იყო სამი გზის ნაციონალური ჩემპიონი რესლინგში და ბოლო ორ შეხვედრაში გახდა გამარჯვებული ნოკაუტის მეშვეობით. ეს ჩემი საუკეთესო ბრძოლა იქნება UFC-ში, რადგან ამჯერად მე ვაპირებ ჩემი მეტოქის დანოკაუტებას პირველივე რაუნდში. ეს იქნება ბრუტალური ფინიში, ასე რომ მოემზადეთ. მე ტოპ-10-ში ვარ და ვგრძნობ, რომ შემიძლია გამარჯვება. ჯონსი ძალიან ნიჭიერი სპორტსმენია, მაგრამ მას არ აქვს ისეთი გული და სითამამე როგორც მე. დიახ, ჰემელი იყო ყრუ. მან ამის ფონზე მაინც დიდ წარმატებას მიაღწია სპორტში, გახდა პირველი ყრუ ჩემპიონი რესლინგში. ჯონსთან შეხვედრის მერე მოუგო ბრძოლა ტიტო ორტის და დამარცხდა მსაჯების გადაწყვეტილებით რემპეიჯ ჯექსონთან. მის ცხოვრებაზე ბიოგრაფიული ფილმიც გადაიღეს, სადაც აღწერეს მისი გზა ბავშვობიდან სპორტში წარმატებამდე. წელს კი თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით მან ცხოვრებაში პირველად გაიგონა ხმები. მეტ ჰემილის ისტორია არის ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვის და მოტივაციის მაგალითი. შეგიძლიათ მოძებნოთ მხატვრული ფილმი მის შესახებ, დამერწმუნეთ ამ ფილმს თქვენ სიამოვნებით უყურებთ და დაიტენებით მოტივაციით. Hook him up. Good luck. ამ შერკინების რაუნდის პირველი ნახევარი მებრძოლებმა ერთმანეთის დაზვერვაში გაატარეს. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა და აი მეორე ნახევარში ბოუნსმა ეფექტურად გადაიყვანა ჰემელი მიწაზე და დაიწყო მისი განადგურება full mount-ში. Hamill's in deep trouble. Big elbows from Johnny Bones Jones. Look at that ground and pound. Man, Hamill doing, he's blocking them. Yep, he's doing a good job. Big elbows. No. There's been a disqualification of Johnny Bones Jones. Therefore, the winner is Matt Hamill. Wow.
ჯონსი ისედაც იგებდა ამ შეხვედრას, მაგრამ რატომღაც იდაყვების დარტყმებს შეუცვალა კუთხე, რაც UFC-ში ითვლებოდა არალეგალურად. ჰემილი იყო განადგურებული, ჯონსმა მას ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენა და მსაჯმა გააჩერა ეს შეხვედრა. მაგალითად, პრაიდში ასეთი დარტყმები ლეგალური იყო, მაგრამ UFC-ში ყველაფერი სხვაგვარად იყო და მსაჯმა ეს ნოკაუტი გააუქმა. გამარჯვება ჰემილს მიუსაჯა და აი ასე პირველად ცხოვრებაში ჯონსი დამარცხდა. მომავალში ჰემილი ინტერვიუში იტყვის, რომ ამ ბრძოლაში ის თავს დამარცხებულად თვლის. UFC-ის პრეზიდენტმა კი ეს გადაწყვეტილება რამოდენიმეჯერ გაასაჩივრა. ბოლოს ის 2021 წელსაც ცდილობდა ამ მარცხის გაუქმებას, მაგრამ ათლეტურ კომისიამ არ გაიზიარა დანა ვაითის მოსაზრება. როგორც იძახიან ადვოკატები, დღემდე მუშაობენ ამ საკითხზე და ვინ იცის, სანამ ჯონსი დაასრულებს თავის კარიერას, ეს მარცხიც შეიძლება გაუქმდეს. დღემდე მაგიჟებს ის ერთი მარცხი. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მაგ დროს ათლეტური კომისია სუსტი იყო და ამ სფეროში არ იყო კარგად ჩახედული, მაგრამ ყველაფერი მაინც მსაჯის ბრალია. იმის მაგივრად, რომ მას ეს ბრძოლა გაეუქმებინა, ტიპმა ჯონს მარცხი და დისკვალიფიკაცია მიართვა. წესით ეს მსაჯი აღარასდროს არ უნდა მსაჯობდეს, გარტყმაში არ არის ამ საქმის. The main event of the evening. სამ თვეში ჯონსი ხვდება ბრენდონ ვერას. ვერა 2015 წელს გახდება One FC-ის პრომოუშენის ჩემპიონი და ორჯერ მოახერხებს ტიტულის დაცვას, მაგრამ ჯერ მას შეხვედრა ელოდა მომავალ ლეგენდასთან. ჯონსმა პირველივე წამებზე მოახერხა თავისი მეტოქის გადაყვანა მიწაზე, სადაც რამოდენიმე წამი მას აკონტროლებდა. თუმცა ვერამ შეძლო ეფექტურად შერეული ორთაბრძოლების ვამპირის ფეხებით მოცილება. შეხვედრა ვერტიკალურ მდგომარეობას დაუბრუნდა, მაგრამ ჯონსმა ისევ გადაიყვანა ბრენდონი მიწაზე, საიდანაც ვერამ არალეგალური ფეხის დარტყმა გაუტარა მას. ზოგადად დაწოლილი მდგომარეობიდან ასეთი დარტყმები დაშვებულია თუ მეტოქე ფეხზე დგას. ჯონსი კი მაგ დროს იდგა მუხლებზე. მსაჯმა შეხვედრა გააჩერა და გააფრთხილა სპორტსმენი. პოზიციაში დაბრუნების მერე ვერამ კიდევ გაიმეორა იგივე მოძრაობა, მსაჯმა ის არ გააჩერა, მაგრამ ჯონსმა ეგრევე ჩართო თავისი ხრიკები და დაიწყო თითების ჩათხრა ოპონენტის თვალებში და პირში. შემდეგ იყო უძლიერესი იდაყვის სახეში და ბრუტალური ground and pound-ით ფინიში. Eat a shot there. Oh, yeah, that hurt. He's hurt. He's hurt bad. Harris hurt. John Jones. Oh, man. Oh, man. The point of the elbow. With the official decision, here's Bruce. Bones Jones. 2010 წლის 2 აგვისტოს ჯონსის მეტოქე იყო ბელორუსიელი ვლადიმერ მატიუშენკო. მატიუშენკოზე ბევრი ამყარებს იმედებს, მაგრამ მე მას ისე დავაფინიშებ, რომ ეს მარცხი მას ცხოვრების ბოლომდე ემოსოვრება. Follow my instructions. When I clean the fight, touch gloves. ეს შეხვედრა მალევე დასრულდა. ჯონსმა თავისი მეტოქე რაუნდის დასაწყისშივე ლამაზად გადაიყვანა მიწაზე, სადაც იდაყვებით გაანადგურა და გაიფორმა კიდევ ერთი ნოკაუტი. Terrible spot. Dean right on top of the action. And it is all over. Johnny Bones Jones. Wow. Quick and brutal. Hey yo, John Bones Jones. მე ძალიან ბევრს ვარჯიშობ, მინდა ამ სფეროში გავხდე ერთ-ერთი საუკეთესო. ამიტომ ნებისმიერს შევხვდები და იმედი მაქვს, რომ UFC-ის შემდეგ ბრძოლაზე ვინმე ძალიან ძლიერს შემომთავაზებს. და UFC-მ 22 წლის ბიჭუნას სერიოზული გამოცდა მოუწყო. 2011 წლის 6 თებერვალს ჯონსი ხვდება ბრაიან ბეიდერს. მაგ დროისათვის ბეიდერი დაუმარცხებელი იყო, პროფესიონალებში 11 ზედიზედ გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული და იყო Ultimate Fighter-ის გამარჯვებული. მომავალში ბეიდერი ბელატორის ვარსკვლავი გახდება, სადაც satitulო ბრძოლაში ორჯერ დაანოკაუტებს ემელიანენკოს. ჯონს ესეთი დონის სპორტსმენი ჯერ არასდროს არ შეხვედრია, მაგრამ ის იყო მოტივირებული და მშიერი როგორც არასდროს. მე მიყვარს დაუმარცხებელი მებრძოლები. ჩემ თავს დაუმარცხებლად ვთვლი, ასე რომ ეს საინტერესო შერკინება იქნება, სადაც მე გამოვიყენებ ჩემს სრულ არსენალს და გავიმარჯვებ. UFC 126-ზე ჯონსის გარდა შედგა ლეგენდარული შერკინება ანდერსონ სილვას და ვიტორ ბელფორტს შორის, სადაც სილვამ თავისი ზედიზედ მე-14 ბრძოლა მოიგო და მე-7-ჯერ დაიცვა ტიტული. სილვამ ისე ლამაზად დაანოკაუტა ბელფორტი ფრონტ-კიკით, რომ ეს ფინიში ყველა MMA-ის კომაკს ემახსოვრება ყოველთვის. No losses. The rules. Gentlemen, protect yourself at all times. Follow my instructions. Gonna have a clean fight. Touch gloves, let's make it official.
ჯონსმა რაუნდის პირველივე წამებზე მოახერხა ოპონენტის წაქცევა, სადაც მახრჩობელაში მოყვა. თუმცა მალევე გამოზრა სახიფათო ილეთიდან და თვითონ ეცადა ბეიდერის გაგუდვა. დგომში დაბრუნების შემდეგ ბეიდერი ცდილობდა თავისი მეტოქის მიწაზე გადაყვანას, მაგრამ ჯონსი ოსტატურად გაურბოდა და კონტრზე ახერხებდა ზიანის მიყენებას. ეს რაუნდი ჯონ ჯონსის დიდი უპირატესობით დასრულდა. თითქმის მთელი მეორე რაუნდი ჯონსი იცავდა კარგად დისტანციას და არ უშვებდა ახლოს მეტოქეს. ის ბეიდერს შორიდან ერთჯერადი დარტყმებით აზიანებდა იქამდე, სანამ ბრაიანმა არ გადაწყვიტა შერკინების გაგრძელება პარტერში, სადაც ჯონსმა ის ეფექტურად გაგუდა. Attack with chokes. Oh, he got it! It's all over! Bader looked to finish the choke was John Bones Jones! მაურისიო რუა, ბრაზილიელი მებრძოლი, რომელიც თავიდან ჩხუბობდა პრაიდში. ის ცნობილი იყო თავისი ნოკაუტებით როგორც პრაიდში, ასევე UFC-ში. ბრაზილიელი იაპონიაში პრაიდის გრან-პრის გამარჯვებულიც გახდა, სადაც ერთმანეთის მიყოლებით გადაუარა ამ სპორტის ლეგენდებს, ისეთებს როგორებიც არიან κουინტონ ჯექსონი. This is not good. This is not good. Yeah, this is the end of the fight. Oh! Mauricio Shogun has შემდეგ საჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო შეხვედრა როდრიგო ნოგვეირას. ალისტარ ოვერიმი პირველივე რაუნდში დაანოკაუტა. და გრან-პრის ფინალში კინაღა მოკლა რიკარდო არონა და გახდა ამ გიჟური ტურნირის გამარჯვებული. UFC-ში რუამჯერ დაანოკაუტა ბებერი მარკ კოლემანი. remains in the fight. მერე დაანოკაუტა ჩაკ ლიდელი. სატიტულო ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა ლიოტო მაჩიდოსთან, მაგრამ მალევე იგივე მაჩიდასთან სარევანშო ბრძოლით პირველივე რაუნდში დაანოკაუტა ის და გახდა UFC-ს ჩემპიონი. John Bones Jones, king of the დიახ, როგორც მივხვდით, რაიან ბეიდერზე გამარჯვების შემდეგ UFC-მ ჯონ ჯონს შესთავაზა სატიტულო ორთაბრძოლა. 23 წლის ჯონსი რეკორდით 12 გამარჯვება და ვითომ 1 მარცხის შეხვდა მოქმედ UFC-ს ჩემპიონს და პრაიდის ცხოველს მაურისიო რუას. წესით რუას თავიდან უნდა შეხვედროდა ჯონსის გუნდელი რაშა ევანსი, მაგრამ მან ტრავმა მიიღო და ორგანიზაციამ გადაწყვიტა ევანსის მაგივრად ტიტულზე გაეყვანათ ჯონსი. ფიქრობ რომ მე ღმერთის გავარდა ლოცვილი, ვიცი სპორტსმენები სატიტულო ბრძოლებს 10-12 წელი ელოდებიან. მე კი 3 წელიწადში მოვახერხე ეს. რითიც პირველ რიგში მადლობელი ვარ ღმერთის. ბრძოლამდე რამოდენიმე დღით ადრე ჯონსი პარკში ისვენებდა, რა დროსაც დაინახა მძარცველი, რომელიც მოხუც ხალს გამოგლიჯა ხელიდან ჩანთა. მომავალი ჩემპიონი არ დაიბნა, იმ წამსვე ეცა მძარცველს შებოჭა ის და სანამ სამართალ დამცველები მოვიდოდნენ, მასზე ჩაატარა თავისი ბოლო სპარინგი სატიტულო ბრძოლის წინ. ის ესეთი მორბის მე მას ძუნძულით დავეწიე და მივესალმე. როგორ ხარ თქო? John Bones Jones. ჯონსმა თავისი პირველი სატიტულო შეხვედრა დაიწყო ნახტომში მუხლით. რის მერეც ბრუტალურ შეტაკებაში წააქცია ბრაზილიელი და 2 წუთის განმავლობაში დომინირებდა. თან არავე წყდებოდა თითების ტექნიკურად თვალებში ჩატენა. პარტერიდან ადგომის დროს ჯონსმა ჯერ თავისი მუხლები აამუშავა, შემდეგ ბადესთან დაცხრილა რუა და მტკივნეულ საიქიქიც მიაყოლა მუხლებში. ჩანდა რომ ბრაზილიელი უკვე მაგარი დაღეჭილი იდგა ვარაუდით. ჯონსი კი მას დისტანციაზე ეტაპობრივად ანადგურებდა თავისი ქიქებით. მეორე რაუნდი ჯონსმა თავისი გრძელი ფეხების გასროლით დაიწყო. ბრაზილიელმა ეცადა დარტყმების შესრულება, მაგრამ კლინჩი მოყვა, საიდანაც ჯონსი ძალიან დამაზიანებელი ბექფისტით გამოძვრა. მერე ისევ მიაყოლა ბექფისტი და სუპერმენ პანჩი. რუა მართლაც ძალიან მაგარი ამტანი მებრძოლი აღმოჩნდა, მაგრამ შიერი ჯონსის წინააღმდეგ მას არანაირი შანსი არ ჰქონდა. ჯონსის დომინაცია მესამე რაუნდშიც გაგრძელდა. ერთი მომენტი რუამ მოიკრიბა თავისი დარჩენილი ძალები და ეცადა ჯონსის წაქცევა, მაგრამ თვითონვე აღმოჩნდა წამგებიან პოზიციაში. პარტერში ბონსმა ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყო ბრაზილიას. მართლაც ძალიან დასაფასებელია რუას ასეთი გამძლეობა.
აი ასე ჯონ ჯონსი 2011 წელს გახდა UFC-ს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი და მის მერე დღემდე 16 სატიტულო ბრძოლა მოიგო სხვადასხვა თაობებში. ასეთი რამ ჩვენს პლანეტაზე ჯერ არავის გაუმეორებია. 2011 წლის 25 სექტემბერს ჯონსმა პირველად დაიცვა თავისი ტიტული Rampage-თან. Quinton Rampage Jackson იყო ჯონსის ბავშვობიდანვე კუმირი და ყველაზე საყვარელი მებრძოლი. ამიტომ მე გავაკეთე Rampage-ზე დოკუმენტალური ფილმი, შეგიძლიათ ამ ვიდეოს მერე გადახვიდეთ და მაგ ფილმს შეხედოთ, სადაც მათი ბრძოლა უფრო დეტალურად მაქვს ახსნილი. ჯექსონზე გამარჯვების შემდეგ UFC-მ ჯონს ახალდახალი Bentley უყიდა და აღნიშნა ჯონსმა როგორც ყოველთვის თავისი გამარჯვება დალევებით და გულაობით და თავისი Bentley-ით გავარდა ეგრევე სტრიპტიზ კლუბში, სადაც რაღაცა ბოც შეეჯახა. პოლიციელებმა გააჩერეს, აღმოჩნდა გარკვეული მიზეზების გამო მას არ ჰქონდა მართვის მოწმობა და ის დააჯარიმეს. ეს დანაშაული მოგონება იმასთან შედარებით, რასაც მომავალში ჯონსი ჩაიდებს, მაგრამ მოდი გავყვეთ ყველაფერს ქრონოლოგიურად. ამავე წლის 15 დეკემბერს ჯონსი კიდევ ერთხელ გადის თავისი ტიტულის დასაცავად ლეგენდარულ მებრძოლთან ლიოტო მაჩიდასთან. ლიოტო მაჩიდო UFC-ს ყოფილი ჩემპიონი, რომელიც ცნობილი იყო თავისი დაუმარცხებელი სერიით. მან პროფესიონალებში 15 ბრძოლა ზედიზედ მოიგო, საიდანაც 8 UFC-ში მოიპოვა. მაჩიდამ 2009 წელს რაშა დევანსი დაანოკაუტა და გახდა UFC-ს ჩემპიონი. შემდეგ კამარი დაიცვა მსაჯების გადაწყვეტილებით მაურისიო რუასთან და მერე იგივე რუასთან სარევანშო ბრძოლაში ნოკაუტით დამარცხდა. ეს იყო მაჩიდას პირველი მარცხი კარიერაში. ამის მერე მან ბრძოლა Quinton Jackson-თან გამართა, სადაც თანაბარ ბრძოლაში მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დამარცხდა. 2011 წლის 1 მაისს მაჩიდამ ისევ ეფექტურად დაანოკაუტა რენდი კუტური და UFC-მ მას ეგრევე საჩემპიონო შეხვედრა მოუწყო ამ დივიზიონის ახალგაზრდა ბუგიმენთან. მაჩიდა სერიოზული მეტოქია, ის ძალიან არაპროგნოზირებადია და სწრაფი. ლიოტოს უყვარს დისტანცია, თუმცა ჩემი კიდურები ბევრად გრძელია და მე მჯერა რომ მე უფრო სწრაფი ვარ. ასე რომ თუ ის მოინდომებს ბრძოლას დისტანციაზე, ეს იქნება იდეალური ჩემთვის. რაუნდის პირველ ნახევარში მებრძოლები ერთმანეთს დისტანციიდან სინჯავდნენ და ფრთხილობდნენ. პირველი თავდასხმაში მაჩიდა დაიძრა. მას რამოდენიმე მცდელობა ჰქონდა შეტევის, მაგრამ ჯონსონი ისე კარგად აკონტროლებდა სიტუაციას და დისტანციას, რომ ბრაზილიელმა ვერ მოახერხა მასთან მიახლოება. თუმცა ამდენი წლის მერე მაჩიდას ერთი შეტევა რაუნდის ბოლოს მაინც გამოუვიდა. მეორე რაუნდში ყველაფერი განმეორდა. თავიდან ჯონსი შორიდან დისტანციაზე მუშაობდა. რაუნდის შუაში კი მაჩიდა კიდევ ერთხელ აფეთქდა და შეუტია ჩემპიონს. ეს იყო თითქოს თანაბარი შერკინება იქამდე, სანამ ჯონსმა არ გაუტარა მაჩიდას მარჯვენა უძლიერესი დარტყმა. ერთი მომენტი მაჩიდამ თითქოს მოინდომა დარტყმების განხორციელება, მაგრამ ჯონსმა მას დაასწრო და გაუშვა ის ნოკდაუნში. რის მერეც დგომიარე მაჩიდას კისერზე მახრჩობელა შეკრა და ისე ბრუტალურად დააფინიშა ის, რომ მაგ მომენტში ყველას ეგონა, რომ მაჩიდა გარდაიცვალა. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ჩემს გუნდს და რა თქმა უნდა დიდი მადლობა როგორც ყოველთვის ქრისტეს. 2012 წლის 22 აპრილს ჯონსი ტიტულის დაცვით შეხვდა თავისი ყოფილი გუნდის წევრს და ყოფილი UFC-ს ჩემპიონს რაშად ელანს. ნახეთ ჯონსი როგორ იწყებს ბრძოლას, ის ჯერ უჯდება, მან ეს მოძრაობა მე მომპარა. ჯონსი ისე უყვარს თავისი თავი, რომ თავის გამოსახულებაზე სარკეში ამძრევს. ეს ჯონსის კარიერაში იყო პირველი 5 რაუნდიანი შეხვედრა, რომელშიც ის ბევრად უკეთესი იყო და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიპოვა მორიგი გამარჯვება. 2012 წლის 23 სექტემბერს ჯონსი ხვდება მორიგ UFC-ს ყოფილ ჩემპიონს ვიტორ ბელფორდს. ბელფორდი ბრაზილიიდან იყო, ის ვარჯიშს იწყებდა კარლოს გრეისისთან ერთად. 2004 წელს მას უგზო უკლოდ დაეკარგა და რის მერეც ის ყველა გამარჯვებას მას უძღვნიდა. ბელფორდი იყო ცნობილი თავისი სწრაფი ნოკაუტით ვანდერლეი სილვას წინააღმდეგ, თან მაშინ, როდესაც სილვა ახალგაზრდა და ჯანღონით სავსე იყო. დღეს მე ვიჩხუბებ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლთან. მიხარია რომ ამის საშუალება მომეცა, რადგან ის ნამდვილი ლეგენდაა. ბრძოლაში ყოველთვის არსებობს რისკი, მთავარი ამისთვის იყო მზად. მე კი მზადყოფნაში ვარ როგორც არასდროს. ბელფორდზე გამარჯვება ჩემთვის იქნება ბევრად მეტი ვიდრე ტიტულის დაცვა. დიახ, მე აღარ ვარ ახალგაზრდა, მაგრამ ხალხი მე მეძახის ბებერლომს. არ მეშინია გამოწვევების მაქვს, ჩემი მიზანი და მისია თავს ვთვლი ნამდვილ მეომრად. Heavyweight champion presenting a challenger, Vitor the Phenom Belfort.
ჯონსმა შეხვედრა 4-ზე მიპარვით დაიწყო, მაგრამ ბელფორდმა თავისი ფეხით მიახვედრა მას, რომ ეს ცუდი აზრია. პირველივე წუთზე ჩემპიონმა მიწაზე გადაიყვანა ბრაზილიელი, მაგრამ ბელფორდმა მოახერხა მის ხელზე armbar-ის გაჭიმვა. ეს ისეთ სახიფათო ილეთი იყო, რომ ჯონსი რამოდენიმე წამი მარცხიდან ძალიან ახლოს იყო და დიდი ძალისხმევით ძლივს დააღწია თავი ამ armbar-ს. ამ armbar-ის მერე ჯონსმა დასაჯა თავისი მეტოქე. რაუნდის ბოლომდე 3 წუთის განმავლობაში მან ბელფორდს დიდი ზიანი მიაყენა პარტერში, სადაც თავისი მჭრელი იდაყვებით გაასისხლიანა და სახე წაუშალა ბრაზილიელ ლეგენდას. მეორე რაუნდი სპორტსმენებმა აქტიურად დაიწყეს. ბელფორდმა მოახერხა რამოდენიმე კომბინაციის შესრულება, ჯონსმაც ჩართო თავისი საფირმო საიდკიკები და იდაყვების ბექფისტები. იმის მერე რაც ჯონსმა ბელფორდს ფეხები დაუცხრილა თავისი კიკებით, ბრაზილიელი საგრძნობლად შენელდა. ჩემპიონმა იხელთა ეს მომენტი, გადაიყვანა ის მიწაზე და ისევ დაიწყო მისი იდაყვებით დამუშავება რაუნდის ბოლომდე. Different combinations, different leg kicks can be every coach. მესამე რაუნდში ჯონსმა გააგრძელა ბელფორდის ფეხებით განადგურება. მან ისეთი ტენა ვეტორს მუცელში ფეხი, ბრაზილიელი თავისინებით დაწვა მიწაზე, რადგან ხვდებოდა რომ დგომში ის დიდხანს ვერ გაუძლებდა. ჯონსი ჩაყვამა სპარტერში. 1 წუთის განმავლობაში ბრძოლა მიწაზე მიმდინარეობდა, სადაც ჩემპიონი დომინირებდა და მესამე წუთზე ჯონსი ფეხზე ადგა. ვიტორს არ ჰქონდა სხვა გამოსავალი. ის წამოდგა ფეხზე, შეხვედრა ისევ ვერტიკალურ მდგომარეობას დაუბრუნდა. მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდა. ბელფორდს უჭირდა დგომა განადგურებული ფეხების გამო, ამიტომ ისევ თავისი ინიციატივით მან შერკინება დააბრუნა მიწაზე. ბელფორდმა მოიკრიბა თავისი ძალები და მეოთხე რაუნდის დასაწყისში მოახერხა დროებითი აქტივობა, მაგრამ ჯონსმა ისევ გაუტარა მას კიკი დაზიანებულ ფეხში და გადაიყვანა მიწაზე, სადაც მალევე დააფინიშა კიმურათი. მითხარი, ერთ მომენტში ბელფორდმა armbar-ზე დაგიჭირა. რას ფიქრობდი მაგ მომენტში? კი, მან კარგად დამიჭირა, მაგრად მეტკინა, რაღაც ხმებიც გავიგე, მაგრამ მე ნამეტანი ბევრი ვიმუშავე და ასე ადვილად არ დავნებდებოდი. სიმართლე გითხრა ველოდებოდი, როდის მომწყდება ხელი, მაგრამ მე მაინც არ დავნებდი. მე დანა ვაიტმა დამირეკა და მთხოვა მეცემა ერთი ბიჭუნა, რომელიც აღმოჩნდა დებილი. ბელფორდზე გამარჯვების შემდეგ ჯონს ორი ვარიანტი ჰქონდა. ის ან უნდა შეხვედროდა დენ ჰენდერსონს, ან ჩელ სონენს. თუმცა სონენმა თავისი ტრეშ-თოლკით მიიქცია ყურადღება და UFC მას სატიტულო შანსი მისცა. ასევე ორგანიზაციამ მებრძოლებს რეალიტი შოუში მონაწილეობა შესთავაზა. ჯონსი ლუზერია და ის მწარედ ინანებს, რომ მე შემხვდა. სონენი გამოჩნდა არსაიდან თავისი შეურაცხყოფებით. არაფრის თქმა არ მინდა, მე მას უბრალოდ დავამატებ ჩემი მიცვალებულების სიაში. პირდები მე ბოლომდე ვიჩხუბებ, მე ჩელ სონენი მქვია და ეს ტიტული ჩემი გახდება. It's time! Listen to my commands at all times. Touch notes if you like. Let's fight. რაუნდის დასაწყისშივე სონენმა ჩეხაობა გადაწყვიტა, მაგრამ ჯონსმა ის მალევე ტეიქდაუნით დაამშვიდა. თუმცა ჩელმა ადგომა შეძლო და ბრძოლა კლინჩი გაგრძელდა. შემდეგ ჯონსმა ისევ გადაიყვანა სონენი მიწაზე და დაიწყო მისი ტრადიციულად იდაყვებით განადგურება, იქამდე სანამ საჯმა არ გააჩერა შეხვედრა ტექნიკური ნოკაუტი. ბევრმა არ შეამჩნია, მაგრამ ჯონსმა ამ ბრძოლაში ფეხის თითი მოიტეხა. მას სონენი ამ რაუნდში რომ არ დაეფინიშებინა, ექიმები მეორე რაუნდში ჩემპიონს უკვე აღარ შეუშვებდნენ და ის დამარცხდებოდა. თუმცა ჯონსმა მაინც მოახერხა ამ რაუნდის ნოკაუტით დასრულება. მე მინდა მადლობა გადაუხადო ტიტო ორტის, რომელმაც 93 კილოგრამში 5ჯერ დაიცვა ტიტული და მოხსნა რეკორდი. მაგ ბიჭმა ბევრი რამ გააკეთა MMA-ს განვითარებისთვის. დღეს უკვე მეც გავიმეორე ეს რეკორდი და მიხარია რომ მეც მახსენებენ ისეთი მებრძოლების გვერდით, როგორიც არის ტიტო ორტისი. სამართალდამცავებთან პრობლემები გაგრძელდა. ნასვა მდგომარეობაში ჯონსი თავისი ბენტლით ბოთს შეეჯახა. მაგ დროს მასთან ერთად ორი მანდილოსანი იყო. ეს გოგოები არ იყვნენ არც ნათესავები და არც გუნდის წევრები. დიდი ალბათობით ისინი ჩემპიონის სულიერი მეგობრები იყვნენ. საბედნიეროდ არავინ დაშავდა. ჯონსი $1000 დააჯარიმეს და 6 თვით მართვის მოწმობა ჩამოართვეს. 2013 წლის 22 სექტემბერს ჯონსმა თავის მეშვიდე სატიტულო ბრძოლა ჩაატარა ალექსანდრ გუსტავსონთან. შვედს თავის კარიერაში 16 ბრძოლიდან მხოლოდ ერთი მარცხი ჰქონდა. UFC-ში კი მოდიოდა 6 ზედიზედ გამარჯვებით. მართალია გუსტავსონი საშინელი ანდერდოგი იყო, მაგრამ სწორედ რომ მან გაუწია ჩემპიონს ყველაზე დიდი წინააღმდეგობა. მომავალში 2020 წელს ეს შეხვედრა შევა დიდების დარბაზში და იქნება აღიარებული როგორც ყველაზე დიდებული სატიტულო ორთაბრძოლა UFC-ს ისტორიაში 93 კილოგრამში. ეს შეხვედრა იმდენად სასტიკი და სანახაობრივი იყო, რომ ბრძოლის მერე ორივე სპორტსმენი საავადმყოფოში მოხვდა. დღეს მე ამ ისტორიული შერკინების 5-ვე რაუნდის საუკეთესო მომენტებს გაჩვენებ. Holding a professional record, 15 wins, 1 loss. The challenger, Alexander the Mauler Gustafsson. You know, here we go!
თავიდან გეტყვით, რომ პირველ რაუნდში შვედი უკეთესი იყო. მან ჯონსის და თეიქდაუნებაც კი შეძლო და დგომში ჯობნიდა მას. როგორც კი ჩემპიონმა მოტვინა, რომ შვედი უკეთესი იყო ამ ბრძოლის მონაკვეთში, მან აამოქმედა თავისი ბნელი მხარე და ჩათხარა გუსტავსონს თითები თვალებში. სამივე მსაჯმა პირველ რაუნდში გამარჯვება შვედს მიუსაჯეს. პირველ რაუნდთან შედარებით ჯონსი შედარებით უკეთესი იყო. ამ ბრძოლის მონაკვეთი იმდენად თანაბარი იყო, რომ მსაჯები გაიყვნენ, ორ მსაჯმა ჯონს დაუწერა გამარჯვება, ერთმა კი გუსტავსონს. მესამე რაუნდიც თანაბარი იყო. აქაც მსაჯები გაიყვნენ და გაყოფილი გადაწყვეტილებით ჩათვალეს, რომ ჯონსი შედარებით უკეთესი იყო. თუ წინა სამი რაუნდი თანაბარი იყო, ამ საჩემპიონო მეოთხე რაუნდში ჯონსი აშკარად უფრო უკეთესი იყო, იმის მიუხედავად, რომ თვითონ იბრძოდა გასისხლიანებული სახით. ეს იყო ნამდვილი ომი ტიტულისთვის. ომი გაგრძელდა მეხუთე რაუნდშიც. მთელი ეს საფინიშო მონაკვეთი სპორტსმენებმა გაატარეს უმოწყალოდ შეხაობაში. ჯონსისთვის თავის კარიერაში ასეთი წინააღმდეგობა არავის არასდროს გაუწევია. ეს ბრძოლა ნამდვილად იმსახურებდა დიდებული შერკინების სტატუსს. დიდი ხანია ვითხოვდი უმოწყალო შეხაობას და მე ეს მივიღე. დღეს მე გავიმარჯვე და ვიგრძენი სულიერი ძალა. თუმცა მთლად ხმაყოფილი არ ვარ, ბევრად მეტი ვარჯიშია საჭირო იმისათვის, რომ ვიყო დიდხანს მწვერვალზე. გუსტავსონს ჩემი დიდი პატივისცემა, ის ძალიან ძლიერი მებრძოლია და დიახ, ჩემს კარიერაში ეს იყო ყველაზე რთული შერკინება. დღეს მე ჩემ თავს დავუმტკიცე, რომ ნამდვილად მეომრის სულისკვეთება მაქვს და ეს ბევრად მნიშვნელოვანია ვიდრე ეს ტიტული. მადლობა ყველას, ღმერთმა დაგლოცოთ. ჯონსის გუნდს ჩვენ კიდევ აქ ვართ პატარა, ეს საოცარი საღამოა. მესმის ყველას გაინტერესებთ მებრძოლებთან ინტერვიუ, მაგრამ სამწუხაროდ ორივე სპორტსმენი საავადმყოფოშია. 2014 წლის 26 აპრილს ჯონსი ხვდება გლოვერ ტეიშეირას. მაგ მომენტისათვის ბრაზილიელს პროფესიონალებში 20 ზედიზედ ბრძოლა ჰქონდა მოგებული. მომავალში 2021-ში ტეიშეირა UFC-ს ჩემპიონიც გახდება. ის ძალიან ძლიერი სპორტსმენია, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა MMA-ის პოპულარიზაციაში. ეხლა რომ მითხარი 48 საათია დარჩენილი, დამბურძგლა, არც კი ვიცი რა ვთქვა. ამ დღისთვის მე წლებია ვემზადები და ვარ საუკეთესო ფორმაში. ჩემი ბრძოლის სტილი მიმართულია დისტანციის შემცირებაზე. მესმის რომ ჯონს უკეთესი ანთროპომეტრი აქვს, მაგრამ სიჩქარეში და IQ-ში ვთვლი, მაქვს უპირატესობა. ყველაფერს რინგზე ვნახავთ. ტეიშეირა მაგარი მებრძოლია, ის ჩემპიონია და მეც ჩემპიონი ვარ. სულ მალე გავიგებთ ვინ არის უკეთესი. მებრძოლებმა რაუნდი აქტიურად დარტყმების გაცვლით დაიწყეს. ერთი მომენტი ჩემპიონმა კლინჩი ბრაზილიელის ხელი მოიყოლა იდაყში და ეცადა მტკივნეულის შესრულება, თუმცა ტეიშეირამ გამოძვრა და შეხვედრა გაგრძელდა დგომში, სადაც ბრაზილიელი უშედეგოდ ცდილობდა ჩემპიონის წაქცევას. ამ ბრძოლის პირველი მონაკვეთი უპირობოდ ჩემპიონმა თავის სასარგებლოდ დაასრულა. მეორე რაუნდშიც ჯონსი უკეთესი იყო. მან დაიწყო ტრადიციულად ოპონენტის ფეხების დაზიანება და აქაც კიდევ ერთხელ ჩათხარა თვალებში ტეიშეირას თითები, რის გამოც მსაჯისგან სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო. ჯონსის დომინაცია მესამე რაუნდში კიდევ უფრო მკვეთრი იყო, რაც სისხლის ასოებით ეწერა ტეიშეირას სახეზე. ჩემპიონმა ერთი მომენტი ისეთი აპერკოტი ტენა თავის მეტოქეს, რომ ბრაზილიელს კაპაც კი ამოუვარდა პირიდან. ასევე ბონსმა ამ რაუნდში ტეიშეირას ცხვირიც გაუტეხა და წარბიც გაუხია. მეოთხე რაუნდშიც არაფერი შეცვლილა. ჯონსი იყო შეუდარებელი. გლოვერმა საერთოდ ვერაფერი გააკეთა. ჩემპიონი კი მრავალფეროვანი იყო და რაუნდის ბოლომდე ისე დომინირებდა, რომ ტეიშეირას კაპაც კი არ უჩერდებოდა პირში. ტეიშეირას განადგურება კაპის გავარდნამდე მეხუთე რაუნდშიც გაგრძელდა. ჯონსი აქაც დომინირებდა. ხუთივე რაუნდი დიდი უპირატესობით თავის სასარგებლოდ დაასრულა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მეშვიდეჯერ დაიცვა თავისი ტიტული. აქამდე 93 კილოგრამში ამდენი ტიტულის დაცვა არავის არასდროს ჰქონია. დენიელ
კორმიე ეს ის ადამიანია, რომელთანაც ჯონს ყველაზე მაგრად დაეძაბა ურთიერთობა UFC-ში. ისინი იყვნენ მტრები, აი როგორც ჰაბიბი და კონორი. მებრძოლებს ერთმანეთი მთელი გულით ეზიზღებოდათ და სწორედ მათ დაპირისპირებას მოყვა ამ გადაცემაში ყველაზე საინტერესო ამბები. კორმიე იყო სერიოზული მოჭიდავე. თავისუფალ ჭიდაობაში მას უამრავი ტურნირი აქვს მოგებული და ოლიმპიადაზეც გამოდიოდა, სადაც მეოთხე ადგილი დაიკავა და ერთი პერიოდი იყო ნაკრების კაპიტანიც. ჯონსთან შეხვედრამდე ის დაუმარცხებელი იყო. მოდიოდა 15 ზედიზედ გამარჯვებით პროფესიონალურ MMA-ში. ასევე ის იყო Strikeforce-ის Grand Prix ჩემპიონი და მაგ მომენტისათვის UFC-ში 4 გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული. თავიდან კორმიემ მძიმე წონაში ასპარეზობდა, მაგრამ ამ წონაში ჩემპიონი მისი გუნდის წევრი და მეგობარი გახდა კეინ ველასკესი. ამიტომ მან წონა დაიკლო და გამოვიდა 93 კილოგრამში, სადაც პირველივე შეხვედრაში დაანოკაუტა პატრიკ კამენსი. და მერე გაგუდა უძლიერესი დენ ჰენდერსონი. ჯონ ჯონს, შენ ვეღარ გამექცევი, მე მოვდივარ შენთან, ვერ დამემალები. თავიდან მებრძოლები უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს 2014 წლის სექტემბერში UFC 178-ზე. იმ მომენტისათვის იგეგმებოდა გუსტავსონის და ჯონსის რევანში, მაგრამ შვედმა მუხლის ტრავმა მიიღო და მის ადგილზე დიდი სიამოვნებით კორმიე გამოვიდა. ამ ორი მონსტრის პირველი შეხვედრა პრესკონფერენციაზე დიდი აჟიოტაჟით დასრულდა, რის გამოც სასამართლომ ორივეს ჯარიმა დაუწერა. ჯონს $50,000, კორმიეს კი 9. ამ პლანეტაზე არ არსებობს ადამიანი, რომელიც ასე მომიახლოვდება მომადებს, შულს და ჩემგან არ მიიღებს. მე არ მომეწონა ეს სიტუაცია, მართლა არ მინდა ჩემმა შვილმა ნახოს როგორ ჩქუბობს მამამისი კაზინოს ლობიში, მაგრამ არც ის მინდა ნახოს ჩემმა შვილმა თუ როგორ უპატივცემლოდ ექცევიან მამამისს. შენ ხარ პატარა კახბა ჯონს. პიროვნულად ძალიან სუსტი ხარ. ნუ მაცინებ ბოზო. ბოზი შენ ხარ მსუქანო, რამდენ სიწონი. როგორ მინდა ეხა შენთან შემოვიდე და სახეში შეგაფურთხო. ასეთი რამ რო გააკეთო დაგბრიდავ, სადაც არ უნდა იყო. ვერ დამბრიდავ. სიტყვაზე მენდე. ვერ გაბედავ ჯონ. გეუბნები თუ შენ შემაფურთხებ მე შენ დაგბრიდავ. სპორტსმენებს შორის ურთიერთობა ისე დაიძაბა, რომ ამ შეხვედრას მთელი მსოფლიო ელოდა სულ მოუთმენლად. თუმცა ბრძოლამდე ერთი თვით ადრე ჯონსმა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და UFC 178-ზე შერკინება ჩაიშალა. MMA-ის ფანები ისეთი აჟიტირებულები იყვნენ, რომ ამ შეხვედრის გარდა სხვა ალტერნატივა არც კი განიხილებოდა. ორგანიზაციამ მაინც მოახერხა ამ ორი სპორტსმენის ერთმანეთთან დაჯახება 6 თვის შემდეგ UFC 182-ზე. ამ 6 თვის განმავლობაში მებრძოლებმა იმდენჯერ უკმინეს ერთმანეთს სხვადასხვა ინტერვიუებში და პოდკასტებზე, რომ ეს მტრობა ალბათ მათ შვილიშვილებსაც მემკვიდრეობით გადაეცემოდა. ამდენი შეურაცხყოფის მერე მე ვალდებული ვარ მას ვაგებინო პასუხი ყველა სიტყვაზე. დენიელ, შენი ცირა დღეში ჩაგაგდება. ამ მარცხით მე მიწასთან გავასწორებ შემზადების ყოველ წამს, შენს გამარჯვებებს და შენს სახელს. ჩემი სახე შენ მოგევლინება სიზმარში და ცხოვრების ბოლომდე მე შენს თავში ვიქნები. ორ დაუმარცხებელ ჩემპიონმა შეხვედრა ძალიან აქტიურად დაიწყო. ჯონსმა პირველივე წუთზე წააქცია ოლიმპიელი მოჭიდავე, თუმცა დისიმ შეძლო ადგომა. ეს შეხვედრა რაუნდის ბოლომდე დგომში წარიმართა. ერთი მომენტი კორმიემ ჩემპიონის მიწაზე გადაყვანა განიზრახა, მაგრამ უშედეგოდ. დისის დგომში კი ჰქონდა რამოდენიმე კარგი მომენტი, მაგრამ ჩემპიონი ბევრად ეფექტური იყო, იცავდა კარგად დისტანციას და ეს რაუნდი ჯონსმა უპირობოდ თავის სასარგებლოდ დაასრულა. ორი რაუნდი ჯონსმა დისტანციიდან ქიქებით დაიწყო და მალევე შეძლო დისის დაჭერა ჰელიოტინაზე, მაგრამ ოლიმპიელი გაექცა. სპორტსმენებმა ეს რაუნდის ბოლომდე დგომში გაატარეს, სადაც ორივე ძალიან უმოწყალოდ ჩეხაობდა. თუ პირველი ბრძოლის მონაკვეთი ჯონსის სასარგებლოდ დასრულდა, ეს რაუნდი იყო თანაბარი და ბევრად აქტიური. მებრძოლები ისე მაგრად იხარჯებოდნენ ოქტაგონში, რომ მესამე რაუნდში იგრძნობოდა დაღლა, თუმცა არც ერთი არ აპირებდა შეჩერებას. ერთი მომენტი ჯონსმა თავისი შაუბნელი ხრიკები აამუშავა და დისის თვალებში თითები გაუტარა, რის მერე საჯმა გააჩერა შეხვედრა და სიტყვიერად გააფრთხილა ის. ერთი პერიოდი სპორტსმენებმა ჭიდაობას სცადეს, მაგრამ არ გამოუვიდა და დაუბრუნდნენ კლინჩით შეხაობას. ეს რაუნდიც ერთი შეხედვით ძალიან თანაბარი იყო, შეიძლება ითქვას ჯონსის მცირე უპირატესობა.
საჩემპიონო მეოთხე რაუნდში მებრძოლები კიდევ უფრო დაღლილები იყვნენ, მაგრამ ჯონსმა კიდევ შეძლო კორმიეს და თეიქდაუნება. დისის კარიერაში ამდენი თეიქდაუნი არავის გაუტარებია მისთვის. ჯონსი ცდილობდა თავისი მეტოქის განადგურებას იქ, სადაც ის იყო საუკეთესო. ამ გდების ხარჯზე ჯონსმა ეს რაუნდი უპირობოდ მოიგო. პლუს ამას მან რაუნდის ბოლო წამებზე გონგთან ერთად კიდევ ერთი გდება შეასრულა. გადამწყვეტი რაუნდი სპორტსმენებმა ეგრევე ჩეხაობით დაიწყეს. რის მერეც ოლიმპიელმა ჩემპიონის წაქცევა მოინდომა, მაგრამ უშედეგოდ და მებრძოლები ისევ კლინჩს დაუბრუნდნენ. რაუნდის ბოლო წამებზე კორმიემ მაინც შეძლო ჯონსის დათრევა და ულამაზესი გდებით გადაიყვანა ის მიწაზე, რაზეც ჩემპიონმა თავისი დაკვებით უპასუხა. ბოლო წამებზე ჯონსმა ხელები აწია, თითქოს ბრძოლის დასრულებას აღნიშნავდა და მოულოდნელად ტენა კორმიეს, რის მერეც საჯმა ისინი ძლივს გააშვება. And then left hooks Daniel. The fight had not ended yet, but Daniel hit him after. ხომ ხედავთ, ისიც ადამიანია როგორც ყველა, რისი დაუმარცხებელი მებრძოლი ეგ არის. მაგის თრეში თქმა მეტი мотиваცია მომცა. მისი წაქცევა ვერავინ შეძლო, რამდენჯერ დავაგდე, არც კი დამითვლია. ბოდიში, მაგრამ DC ეხლაც მაგრად არ მევასება. დიახ, ჯონსმა თავისი ტიტული მერვეჯერ წარმატებულად დაიცვა და გახდა ცოცხალი ლეგენდა. იქიდან გამომდინარე, რომ ეს შეხვედრა არ დასრულდა ფინიშით და ურთიერთობა ჩემპიონს და კორმიეს შორის დაძაბული იყო, ორგანიზაცია აპირებდა ამ სპორტსმენების კიდევ ერთხელ ერთმანეთთან დაჯახებას. 2015 წლის მარტის თვეში ჯონსი დოპინგზე შეამოწმეს. მართალია მის ორგანიზმში ვერ აღმოაჩინეს ჰორმონალური პრეპარატები, მაგრამ ანალიზებმა მას კოკაინი ამოუგდო. კოკაინი დოპინგში არ შედიოდა, ამიტომ UFC-ს უფლება არ ჰქონდა წაერთვა ჩემპიონისთვის ტიტული, მაგრამ კოკაინი აკრძალული ნარკოტიკული საშუალებაა, ამიტომ ის სასამართლომ დააჯარიმა, პრომოუშენმა კი დროებითი აუკრძალა UFC-ში ბრძოლები. არ გავიდა ერთი თვე და ჯონსი კიდევ უფრო საშინელ სიტუაციაში მოყვა. 2015 წლის 26 აპრილს ის ნარკოტიკული პრეპარატების თრობის ქვეშ თავისი მანქანით გაიარა წითელზე და შეეჯახა მანქანას, რომელსაც მართავდა ორსული ქალი. საბედნიეროდ მანდილოსანი გადარჩა და მოიტეხა ხელი. ჯონსი კი იმ წამსვე მიიმალა, თუმცა რამოდენიმე წამში დაბრუნდა, ამოიღო მანქანიდან ფული და კოკაინი, რის მერეც მიიმალა და მხოლოდ 48 საათის მერე ჩაბარდა სამართალ დამცავებს. მანქანის შემოწმების დროს პოლიციელებმა იპოვეს მუშტუკი, რომლითაც ის ნარკოტიკულ ნივთიერებებს მოიხმარდა. ჩემპიონს წინ სერიოზული სასჯელი ელოდა, თუმცა მან დანაშაული აღიარა, საქმეში ჩაერთო დანა ვაითი, მილიარდერი ძმები ფერტიდოები და სასამართლომ ჩემპიონს 18-თვიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა, ასევე 72 საათიანი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა. სასჯელის ფარგლებში მას უნდა მიეღო მონაწილეობა საქველმოქმედო და პრევენციულ ღონისძიებებში. UFC-მ კი ჯონს ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა და გაურკვეველი ვადით მიანიჭა დისკვალიფიკაცია. არიელ, ჩამხედე თვალებში, მე არ ვარ ნარკომანი. ერთ საღამოს მე ის გავსინჯე და მეორე დღეს ჩემს კარებთან კონტროლი იდგა. ჯონსის ორგანიზმში კოქსი აღმოაჩინეს. ბევრი მებრძოლის სისხლში მარიხუანაც ვარდება, მაგრამ ეს იყო არასაჩეჯიბრო პერიოდი. შეჯიბზე ის სუფთა იყო. ჯონსი დიდი ალბათობით ციხეში მოხვდება, მან კინაღამ ორსული ქალი მოკლა და გაიქცა. ის 2 დღით გაქრა. მას ეშინოდა ტესტის პასუხები, საშკარაა რომ ჯონსი ფხიზელი არ იყო. მაგ მანქანაში ჩემი ოჯახის წევრები რომ ჯდარიყვნენ, მე ძალიან გაბრაზებული ვარ. მასზე ვფიქრობ, UFC-მ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მას რომ ქამარი წაართვა. სანამ ჯონსი თავის პრობლემებში იყო, ორგანიზაციამ გახადა ტიტული ვაკანტური და ახალი ჩემპიონის გასარკვევად შეახვედრა ერთმანეთს დენიელ კორმიე და ენტონი ჯონსონი. დისიმ თავისი მეტოქე მესამე რაუნდში დააფინიშა და გახდა ახალი UFC-ს ჩემპიონი. It is all over! Daniel Cormier, UFC light heavyweight champion! Rogan, შენთან დიდი ბოდიში, მაგრამ მე მხოლოდ ერთი მესიჯი მაქვს. ჯონ ჯონს, აიყვანე თავი ხელში და მოენძრიე აქ. რაც შეეხება ჯონს, მისგან კაიხანი არაფერი ისმოდა. 6 თვის შემდეგ პრომოუშენმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ჯონსი კარგად გრძნობს თავს და მზად არის დაუბრუნდეს ოქტაგონს. თუმცა როდის მოხდებოდა ეს ყველაფერი, არავინ იცოდა. გარკვეული დროის მერე ინტერნეტში გამოჩნდა ჯონსის 1 საათიანი ინტერვიუ, სადაც მან მომხდარზე ისაუბრა. გარკვეული თვალსაზრისით მე მადლობელი ვარ, რომ ეს ყველაფერი მოხდა, რადგან გავიაზრე ამ დანაშაულის სიმძიმე და პასუხისმგებლობა. ჩემი საქციელი არ იყო სამაგალითო მომავალი თაობებისთვის და მიხარია, რომ მალე ახლიდან მომეცემა საშუალება მოვიპოვო ნდობა და გავხდე უკეთესი ადამიანი. სანამ ჯონსი თავის თავში ერკვეოდა, კორმიე შეხვდა ტიტულის დაცვით გუსტავსონს. სწორედ იმ მებრძოლს, რომელმაც ჯონს თავის კარიერაში ყველაზე სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია. ეს იყო 5 რაუნდიანი თანაბარი ომი, სადაც საჯები გაიყვნენ და გაყოფილი გადაწყვეტილებით მიუსაჯეს გამარჯვება DC-ს.
მთელი მსოფლიო ელოდა რევანშს DC-ს და ჯონს შორის და ეს დღეც დადგა. მებრძოლები ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ UFC 197-ზე. თუმცა შეხვედრამდე რამოდენიმე კვირით ადრე კორმიემ ტრავმა მიიღო და ამიტომ ორგანიზაციამ შემოიტანა დროებითი ტიტული და ერთმანეთს დაუპირისპირა ჯონსი და ოვენ სენტ პრიუ. ეს იყო 5 რაუნდიანი შერკინება, რომელშიც ყოფილი ჩემპიონი ძალიან ფრთხილი იყო, მაგრამ მაინც აგრძნობლად დომინირებდა და მოიპოვა მორიგი გამარჯვება მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, რითიც გახდა დროებითი ტიტულის მფლობელი. ეხლა უკვე ორივე დაპირისპირებულ მხარეს ტიტული ჰქონდა. კორმიეს მოქმედი ჩემპიონის ქამარი, ჯონს კი დროებითი ჩემპიონის ტიტული. შემდეგი ბრძოლა იქნება ბევრად შთამბეჭდავი. დღეს რომ დავინახე ამდენი გულშემატკივარი, რომელსაც ჩემი გამოსვლა ასე მაგრად გაუხარდა, კინაღამ ტირილი დავიწყე. დღეს ისევ არ გავსებული პოზიტიური ემოციებით, რომ მართლა არ ვიცი როგორ დავიძინებ. ერთი შემოახედეთ. ჰეი, DC, შემოახედეთ. რა უხეში ხარ, ჯონ? რატო ხარ ასეთი ბოროტი? და აი რევანშის დროც მოვიდა. მებრძოლები ერთმანეთს UFC 200-ზე უნდა შეხვედროდნენ, პრესკონფერენციაც კი შედგა, მაგრამ ბრძოლამდე რამოდენიმე დღით ადრე მოხდა გაუთვალისწინებელი რამ. ჯონსი დოპინგზე ჩავარდა. შენი დედაც როგორ ვემზადებოდი, წუხარ მეგობარო. დანა იქნებ ხელი მოვაწერო საბუთს, სადაც თანახმავარ მაინც ვეჭუბ ამ დოპინგის გროვას. სამწუხაროდ ასე არ შეიძლება. პირველ რიგში მინდა ბოდიში მოუხადო ჩემს გულშემატკივრებს. მე მართლა არ ვიცი რა ვთქვა. მე მჯერა რომ ბოლოს ყველაფერი მოგვარდება. ბოდიში. ეს ამბავი ყველასათვის შოკი იყო, თან რამოდენიმე დღით ადრე. UFC-ს ისტორიაში ასეთი რამ არასდროს მომხდარა. ჯონს მეორეჯერ ჩამოართვეს ტიტული და გაუფორმეს დისკვალიფიკაცია. დაგეგმილ UFC 200-ზე ბილეთები უკვე გაყიდული იყო. სასწრაფოდ ტურნირს ესაჭიროებოდა გადარჩენა. ფანატებს ჭირდებოდა ნამდვილი ვარსკვლავი, რომელიც ამ ღონისძიებას ჭაობიდან ამოიყვანდა და სწორედ მაგ დროს გამოჩნდა ამ სპორტის ნამდვილი ლეგენდა ანდერსონ სილვა. სილვა 84 კილოგრამში იბრძოდა, მართალია იმ მომენტისათვის ის უკვე ვეტერანი იყო და ძველებურ ბირთულ ფორმაში არ იყო, თუმცა ის მაგ დროისათვის რეკორდსმენი იყო ტიტულების დაცვაში. მან 10 ჯერ დაიცვა თავისი ქამარი და ასევე იყო რეკორდსმენი გამარჯვებების სერიაში, სადაც მოიპოვა 16 ზედიზედ გამარჯვება UFC-ში და ეს რეკორდი დღემდე არის მოუხსნელი. ეს ბრძოლა არ ატარებდა სატიტულო შეხვედრის სახელს. სპორტსმენებმა 3 რაუნდი იჩხუბეს და კორმიემ საჯების გადაწყვეტილებით და თავისი გაბარიტების ხარჯზე მოიგო აღნიშნული ორთა ბრძოლა. მე ძალიან დიდხანს ვემზადებოდი ჯონსთან ბრძოლისთვის, მინდოდა ჩემი მარცხი მასთან წამეშალა, მაგრამ მოხდა ის რაც მოხდა და 3 დღით ადრე სილვა დათანხმდა ამ შერკინებაზე. სილვა ნამდვილად ერთ-ერთი ყველა დროის საუკეთესო მეომარია. მან ბოლომდე მიიყვანა შეხვედრა, ჩემგან დიდი პატივისცემას იმსახურებს. ეს შეხვედრა არ იყო ჩემ წონთ კატეგორიაში, ალბათ ყველას გახსოვთ რომ მე ფეხი მოვიტეხე, სერიოზული ოპერაციაც გადავიტანე და DC-სთან ბრძოლა ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო და მე ის წარმატებულად ჩავაბარე. რითიც ყველას დავამტკიცე რომ ამ ცხოვრებაში ყველაფერია შესაძლებელი, მთავარია მოინდომო. სანამ ჯონს დისკვალიფიკაცია ჰქონდა, კორმიემ კიდევ ერთი ტიტულის დაცვა მოასწრო ენტონი ჯონსონთან და რაც მთავარია, ეს ყველაფერი ყოფილი ჩემპიონის თვალწინ მოხდა. ვინ არის ჯონი? ვინ? მანახეთ. აი ისიც. მას აქ შემოსვლის უფლება კიდევ რამოდენიმე თვე არ აქვს. ნუ მელაპარაკებით ადამიანზე, რომელსაც აკრძალული აქვს აქ ყოფნა. ჯონ, მოწესრიგდი და შემხვდი, მე ყოველთვის აქ ვარ, შენ იცი ეს. 2 წელია უშედეგოდ გელოდები, შენ პირველი შეხვედრა მოიგე, მერე რა? პირველს მოყვება სხვა დანარჩენი. როგან მე მას როგორც მებრძოლი პატივსცემ, მაგრამ ჩვენ შორის მშვიდობა არასდროს იქნება. მომიყვანეთ ის და ამ გალიაში ჩავკეტეთ. ეს ჩემთვის დიდი საჩუქარი იქნება. თავი ხელში აიყვანოს და შემოვიდეს გალიაში. როგორც იქნა ორი დაუძინებელი მტერი ერთმანეთს შეხვდნენ. სარევანშო ბრძოლა ტიტულზე გაიმართა 2017 წლის 29 ივნის UFC 214-ზე. მთელი ამ ხნის განმავლობაში მე ვიყავი ფხიზლად. ცუდი არაფერი გამიკეთებია. არ დამემტრევია ჩემი მანქანა, არ დაუჭერი ვარ არავის დოპინგზე, არ მოვიხმარდი ნარკოტიკებს და თქვენ კიდევ ამას უკრავთ ტაშს. შენ დაბრუნდი ნარკომანო. კიდევ ყნოსაო? ამ ნარკომანმა შენ წინაზე სახე გაგიხია. შენ ისეთი სუსტი ხარ რომ ნარკომანებიც გიქცემენ. ვინმე გააჩერეთ ეს, ხო ხედავთ ვერ აზროვნებს. გმოკეთებ ბოზო. ის კი აქ არის, მაგრამ არ მჯერა რომ ჯონსი მე შემხვდება. მომეცით გარანტიები რომ ის არ გაიყნოსავს, ან არ მიიღებს სტეროიდებს, ან არ დაიკარგება უახლოეს ბორდოში ბრძოლის დღეს. Ladies and gentlemen, this is the main event of the evening.
და აი ყველასათვის ასეთი ნანატრი ომი დაიწყო. მებრძოლებმა შეხვედრა დაიწყეს ისეთი სასტიკი ჩეხაობით, რომ ჯონს პირველივე წამებზე კაპაც კი გაუვარდა. ეს იყო ძალიან აქტიური და სანახაობრივი რაუნდი. კორმიეს ჰქონდა რამოდენიმე წარმატებული შეტევა, როგორც ჯონს, თუმცა ყოფილი ჩემპიონი უფრო ეფექტურად გამოიყურებოდა. მან DC დაათეიქდაუნა, კარგად იმუშავა მუხლებით და ტრადიციულად ცდილობდა ოპონენტის ფეხების გათიშვას. მეორე რაუნდში ჯონსი პირველივე წუთზე შეუტია ჩემპიონს და ძირითადად მუშაობდა მეორე ნომრად. ერთ-ერთ შეტაკებაში ჯონსი კორმიეს შემთხვევით თავით დაეჯახა და გაუხია მას წარბი, რის გამოც საჯმა დროებით შეხვედრა გააჩერა. ჯონსმა გააგრძელა DC-ის ფეხების განადგურება. ის ისე კარგად იცავდა დისტანციას, რომ ჩემპიონს ძალიან უჭირდა მასთან მიახლოება. ამ ბრძოლის მონაკვეთშიც ჯონსი შედარებით უკეთესი იყო. მესამე რაუნდშიც არაფერი შეცვლილა. ჯონსმა თავიდანვე გააგრძელა კორმიეს ფეხების მეთოდურად განადგურება, კარგად იცავდა დისტანციას და არ ჩქარობდა. რაუნდის შუაში ჯონსმა უძლიერესი მარცხენა ჰაიკიკით თავში ისე მაგრად შეარტყია მოქმედი ჩემპიონი, რომ ის წაბორძიგდა. ჯონსმა კი როგორც კი იგრძნო სისხლის გემო, მიყვა მას და ბრუტალურად დაასრულა ამ ორი მებრძოლის მრავალწლიანი მტრობის ისტორია. ჯონ, შენ დაბრუნდი. ძმაო, მე დავბრუნდი. ეს ძალიან ემოციური მომენტია. იცი, როდესაც შენ უღალატე შენს თავს, ოჯახს, მეგობრებს, ფანებს და თუ შენ მაინც არ დანებდი, ეს დასასრული არ არის. მე ისევ თქვენთან ვარ. როგან, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გამოვხატო კორმიეს მიმართ. ის ჩემი მთავარი მოტივატორი და მეტოქია. მეგობრებო, დენიელმა თავი არ დახაროს. ის სამაგალითო ჩემპიონია, სამაგალითო ქმარი და მამაა. მე ვცდილობ მას დავემსგავსო, რადგან ის შთამბეჭდავი ადამიანია. მეგონა ყველაფერი კარგად მიდიოდა. ვერც კი მივხვდი რა მოხდა. ამის დედაც განადგურებული ვარ. მესმის შენი ეს ძალიან ემოციური მომენტია, მაგრამ რას ფიქრობ კონკურენციაზე მომავალში? არ ვიცი ძმაო, მე ორი ბრძოლა წავაგე, რა კონკურენციაზეა საუბარი. ბროკ ლესნარ, გინდა შენზე 20 კილოგრამით სუბუქ მებრძოლმა დაგლეწოს? მაშინ შემხვდი აქ ვარ ოკტაგონში. ტიტულის მოპოვების შემდეგ ორგანიზაციამ მართლა დაიწყო მუშაობა ისტორიულ ჯახზე მძიმე წონაში ბროკ ლესნარს და ჯონს შორის, მაგრამ ჩემპიონმა კიდევ ერთხელ გაუცრუა იმედები ორგანიზაციას. კორმიესთან ბრძოლის შემდეგ ჯონსის სისხლში კიდევ ერთხელ აღმოაჩინეს დოპინგი, ჰორმონალური პრეპარატი ტურინაბოლი. UFC-ს სასწრაფო წესით ეს ბრძოლა გააუქმა, წაართვა ჯონს ტიტული და ქამარი ისევ დანიელ კორმიეს დაუბრუნა. თვითონ ჯონს კი გაუფორმა დისკვალიფიკაცია 15 თვით. სანამ ჩვენი გადაცემის გმირი მესამე ტიტულის წართმევას გლოვობდა, დენიელს დაუბრუნეს ქამარი უკან და 2018 წლის 20 იანვარს ის შეხვდა ამ ტიტულის დაცვით ვოლკან ოზდემირს. კორმიეს წყევლა მხოლოდ ჯონსი იყო. შესაბამისად მან ეს ბრძოლა მეორე რაუნდში ნოკაუტით მოიგო და აღარ მოინდომა ჯონსის ლოდინი. თან მაგ დროს მძიმე წონაში მისმა მეგობარმა კეინ ველასკესმა დაასრულა კარიერა, ამიტომ DC გადავიდა მძიმე დივიზიონში და იქაც მოიგო, რითიც გახდა ორი წონითი კატეგორიის ჩემპიონი. მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორია, რომელსაც ერთ დღეს აუცილებლად მოგიყვებით. 2018 წლის დეკემბერში კორმიემ თავისი ნებით დატოვა ტიტული 93 კილოგრამში და თავისი კარიერა საბოლოოდ მძიმე წონაში გააგრძელა. ზუსტად დეკემბერში ჯონსაც გაუვიდა დისკვალიფიკაციის ვადა და UFC-მ ტიტული გამოაცხადა ვაკანტურად. რა თქმა უნდა, პირველი და უპირობო კანდიდატი ტიტულზე გახდა ჯონ ჯონსი. ორგანიზაციამ ერთგვარად დასაჯა ის და მეტოქედ შეურჩია მებრძოლი, რომლის დამარცხება ჯონს თავის კარიერაში ყველაზე მაგრად გაუჭირდა. დიახ, ტიტულზე იბრძოლებდა ალექსანდრ გუსტავსონი. ბოლოს ქამარზე შვედმა კორმიესთან იბრძოლა. მაშინ ეს შეხვედრა ისეთი თანაბარი იყო, რომ გუსტავსონი გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა. მის მერე შვედმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ჯერ შეხვედრა მოუგო იან ბლოხოვიჩს და მერე მეხუთე რაუნდში დაანოკაუტა გლოვერ ტეიშეირა. პირველად რომ შეხვდი ჯონს, ეს მაქსიმალურად თანაბარი შერკინება იყო, ორივე სამონტყოფოში მოხვდით. შენთვის როგორი იყო ეს ბრძოლა? იცით, დღემდე ბევრი მეუბნება, რომ 5 რაუნდიდან 3 ჩემი იყო. რაც შეეხება თვითონ ორთა ბრძოლას კი, ეს ძალიან ძნელი ბრძოლა იყო, ჩვენ ორივე მაქსიმალურად ახლოს ვიყავით შედეგთან. UFC-მ ეს შერკინება დანიშნა 2018 წლის 30 დეკემბერს UFC 222-ზე. სასაცილო ის არის, რომ ჯონსის ორგანიზმში კიდევ ერთხელ აღმოაჩინეს ტურინაბოლი, მაგრამ მან ანტიდოპინგურ კომისიას დაუმტკიცა, რომ ეს 15
თვის წინანდელი ნარჩენებია სისხლში და პრობლემა მოგვარდა. ეს მართლაც სიგიჟეა, ორგანიზმში 15 თვე არაფერი არ ჩერდება, მე არ მჯერა მისი. თუმცა მკიდია, ეს შეხვედრა მაინც შედგება და ამჯერად მე მას დავსჯი. მან თვითონ კარგად იცის, რომ მხოლოდ მე შემიძლია მისი დამარცხება. ჯონსის ერა დასრულებულია. მამა შემა ბრძოლის წინ მითხრა, რომ პირველ შეხვედრაში გუსტავსონთან მე ვჩქარობდი და ძალიან დავდევდი მას ოქტაგონში. მან თხოვა არ მეჩქარა. მე სიტყვები გავაანალიზე გასახდელში და გამოვიყენე ბრძოლაში. Just goes now if you want. Come on, Alec, handle your business. Let's go. ბრძოლა დაიწყო. ჯონსმა გაითვალისწინა მშობლის რჩევა დარიგება და არსად ჩქარობდა. მან პირველივე წუთზე მოუსინჯა გუსტავსონს კვერცხების გამძლეობა, რის შედეგადაც საჯმა ის სიტყვიერად გააფრთხილა და შეხვედრა გაგრძელდა. რაუნდის ბოლომდე ორთა ბრძოლა თანაბარი იყო ჯონსის მცირე უპირატესობით. გუსტავსონი ძირითადად მუშაობდა პირველ ნომრად და კარგად იცავდა თავს ტეიქდაუნებისგან. ჯონსი კი არ ჩქარობდა. მშვენივრად იცავდა დისტანციას და შიგადაშიგ ახერხებდა შეტევას. სპორტსმენებმა მეორე რაუნდი ბევრად აქტიურად დაიწყეს. დარტყმების გაცვლის შემდეგ ჯონსმა ეცადა გუსტავსონის წაქცევა, მაგრამ შვედმა კიდევ ერთხელ წარმატებულად დაიცვა თავი ტეიქდაუნისგან და შეხვედრა გაგრძელდა დგომში ჩეხაობით. რა დროსაც გუსტავსონმა გამოიყენა ჯონსის შაუბნელი ხრიკები და გაუტარა მას თვალებში თითები, რის შედეგადაც საჯმა დროებით შეაჩერა შეხვედრა. გაფრთხილების შემდეგ გუსტავსონმა უფრო აგრესიულად შეუტია ჯონს. ამ რაუნდში შვედი შედარებით უკეთესი იყო. ბონსი კი მაინც ერიდებოდა ცვლაში შესვლას და შიგადაშიგ უტევდა მას ფეხებით. მესამე რაუნდი ჯონსმა დაიწყო ძლიერი ჰუკით და როგორც იქნა გაარღვია შვედის დაცვა და წააქცია ის. პარტერი მოგეხსენებათ ბონსის სამყაროა. მან თავისი მეტოქე ჯერი დაყვებით დააბუჟა და ბოლოს ბრუტალური დარტყმების სერიით დააფინიშა ის, რითიც წერტილი დაუსვა ამ მებრძოლებს შორის ყველა საკითხს. ბევრი საუბრობს შენ გადასვლაზე მძიმე წონაში. რა სიტყვი, გინდა გახდე ორი დივიზიონის ჩემპიონი? მე ერთ ტიპს ვიცნობ, რომელიც თავის თავს ორმაგ ჩემპიონად თვლის, მაგრამ რისი ორმაგი ჩემპიონია ის, ვინც თავის ნებით ტოვებს კამარს და მიდის დივიზიონიდან მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცა დაბრუნდა სახლში. მამიკო, სახლშია დისი, დაუმტკიცე ფანებს, რომ შენ ორმაგი ჩემპიონი ხარ. მოდი, წაიღე შენი კამარი, ის შენ გელოდება. 2019 წლის 3 მარტს ჯონსმა ტიტული დაიცვა ენტონი სმითთან. ჩემპიონი 5-ვე რაუნდი დომინირებდა და ანადგურებდა ოპონენტს ყველა სართულზე. ამ შეხვედრაში ჯონსმა არალეგალური ილეთებიც გამოიყენა, დაგდებულზე მუხლი და ფეხი. სმითს ჩვეულებრივად შეეძლო გაეჩერებინა შეხვედრა, მაგრამ მან ეს არ ქნა და ჯონსმა მორიგი შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა. სამთოში ჯონსი მართავს ბრძოლას ტიაგო სანტოსთან. ეს ძალიან თანაბარი შერკინება იყო, სადაც სანტოსი თავიდან დომინირებდა, მაგრამ ერთ მომენტში დაიზიანა ფეხი და ჯონსმა მოახერხა ბრძოლის სათავისოდ შემოტრიალება. საერთო ჯამში ამ თანაბარ ორთა ბრძოლაში ჯონსმა გაიმარჯვა თავის ცხოვრებაში პირველად საჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით. დიახ, სანტოსთან ჯონს ძალიან გაუძნელდა ბრძოლა. ბევრი დღემდე თვლის, რომ ბრაზილიელმა ეს შეხვედრა მოიგო. ეს ის პერიოდია, როდესაც ჯონსი არ იყო თავის საუკეთესო ფორმაში, რადგან არ უდგებოდა ვარჯიშებს სერიოზულად და ხშირად გულაობდა კლუბებში და მაიმუნობდა სხვადასხვა საშუალებებით. მაგალითად, სანტოსთან გამარჯვების შემდეგ ის ტრადიციულად კლუბში პულსის დაცემამდე გულაობდა, რა დროსაც ოფიციანტს ჩალიჩი დაუწყო და როგორც ამბობენ, ხელითაც შეეხო. თუმცა ეს საქმე სასამართლომდე არ მისულა. 2020 წლის 9 თებერვალს ნაბახუსევზე ჯონსი დომენიკ რეიესს შეხვდა. რეიესი ჯონსთან შედარებით დაუღალავად ვარჯიშობდა ამ შეხვედრისთვის, არ უნახია მარცხი კარიერაში და ზედიზედ 12 გამარჯვებით მოდიოდა. ეს შერკინებაც 5 რაუნდს გრძელდებოდა, სადაც რეიესმა ძალიან ეფექტურად წარმოაჩინა თავისი თავი და დიდი პრობლემები შეუქმნა ჩემპიონს ოქტაგონში. თუმცა მესამე რაუნდში რეიესი საგრძნობლად დაიღალა და ჯონსმა თავისი საქმე ბოლომდე მიიყვანა. ეს შეხვედრაც როგორც წინა ძალიან თანაბარი იყო, მაგრამ ჯონსმა მაინც მოიპოვა გამარჯვება საჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით. გამარჯვების შემდეგ ჯონსმა გააგრძელა მაიმუნობა და ერთ თვეში ის კიდევ ერთხელ დააკავეს. ის ღამე მთვრალი და დიდი ალბათობით აკრძალული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ მანქანიდან ან ვიღაცას ან ისე ჰაერში ისროდა ცეცხლსასროლ იარაღს. მას ადგილზევე ჩაუტარეს სიმთვრალეზე ტესტი, მანქანაში უპოვეს არყის ბოთლი და გაუფორმებელი იარაღი. ის დააკავეს, თუმცა სასამართლომ მას ერთწლიანი პირობითი მისცა საპროცესო შეთანხმების შედეგად. ჩამოართვეს მართვის მოწმობა და 4 დღით მიუსაჯეს შიდა პატიმრობა. UFC მას არ ჩამოართვა ტიტული, მაგრამ ჯონსის რეპუტაცია ძალიან შეირყა. ხოდა სწორედ ამ შემთხვევის მერე მან დაასრულა თავისი კარიერა და გაქრა რადარებიდან 3 წლით. წეგან გაიგონეთ სროლის ხმა. დიახ. საიდან ისროდნენ? არ ვიცი, სერ. აქ იარაღია.
გთხოვთ გაიაროთ სწორ ხაზზე 9 ნაბიჯი. არ გაჩერდეთ და იმოძრავეთ ხაზზე. არის სერ. არ იყო 9 ნაბიჯი? არა. კაი, აუ, მოდი ახლიდან გავივლი რა. ამსტროგეთ მაგის დედაცი უკანვე 2021 წლის 23 სექტემბერს ლას-ვეგასში UFC-მ ჯონ ჯონსის და გუსტავსონის პირველი ბრძოლა შეიყვანა დიდების დარბაზში და დააჯილდოვა ჩემპიონი. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, ჯონსი საუბრობდა დაბრუნებაზე და ყველას ეგონა რომ ის გამოსწორდა, მაგრამ დაჯილდოების შემდეგ მან ტრადიციულად ყველაფერი აღნიშნა სტრიპ კლუბში, რის მერეს დაბრუნდა სახლში და თავის მეუღლესთან იკამათა. როგორც თვითმხილველი არასრულწლოვანი მისი შვილი იძახის, მან დედამისი თმები თითრია და ბავშვმა პოლიციაში დარეკა. ჯონსი სამართალდამცავებს სასტუმროს ეზოში დახვდა გახეული მთვრალი. დაკავების დროს მან პოლიციელების მანქანას თავი ჩაარტყა და დააზიანა. მეუღლემ ჯონს არ უჩივლა. ის დააკავეს, მაგრამ სასამართლოზე ჯონსმა მხოლოდ პოლიციელების მანქანის დაზიანება აღიარა და ის დააჯარიმეს $750. ასევე დაუნიშნეს სავალდებულო აგრესიის კურსების გავლა. თქვენ მე დამაკავეთ იმიტომ რომ მე ზანგი ვარ. მე დღეს დიდების დარბაზში შემიყვანეს. იცით მე ვინ ვარ? მოდით მცემეთ, მე თქვენ არაფერი დაგიშავეთ, რახან შავი ვარ და ლევაცა შემიძლია? მე დიდების დარბაზში შემიყვანეს, მე ლეგენდა ვარ, თქვენ ხო არ უბერავთ, თქვენ დედას შევეცი. თქვენ ბოზებო შეგეცით, მე თქვენ მეზიზღებით. ბოლო ინციდენტის მერე თითქოს ჯონსმა თავი ხელში აიყვანა და გააგრძელა ვარჯიში და დაიწყო ეტაპობრივად წონის მატება. UFC-ს მძიმე წონაში კი ბევრი ცვლილება მოხდა. ამ 3 წლის განმავლობაში კორინემ დაასრულა თავისი კარიერა, მის ადგილზე ამოვიდა სტიპე მიოჩიჩი. ამ ყველაფერს ჯონსი კულისებიდან ადევნებდა თვალს და ზოგჯერ ინსტაგრამზე წერდა, რომ ის მალე დაბრუნდება და შეხვდება ყველა დროის საუკეთესო მძიმე წონოსანს სტიპე მიოჩიჩს. მაგრამ 2021 წელს ნგანუმ სარევანშო ბრძოლით დაანოკაუტა სტიპე მიოჩიჩი და გახდა ახალი UFC-ს ჩემპიონი. ნგანუ კი ძალიან ნიჭიერი მებრძოლია, რომელიც დღესდღეობით ციხეშია სამწუხაროდ. მის შთამბეჭდავ კარიერაზე მაქვს ვიდეო გაკეთებული არხზე და შეგიძლიათ გაეცნოთ მის ისტორიას. ფრენსის ნგანუ დიდხანს არ გაჩერდა ჩემპიონის რანგში. მას დანა ვაითან ჰონორარების გამო ურთიერთობა დაეძაბა და ნგანუმ დატოვა ორგანიზაცია, მაგრამ იქამდე ერთხელ დაიცვა ქამარი სირილ განთან და მსაჯების გადაწყვეტილებით მოუგო ფრანგ სპორტსმენს. ჯონსმა სურვილი გამოთქვა ნგანუსთან ჩხუბზე და დაამატა, რომ ის მზად არის კამერუნელ მტაცებელს შეხვდეს. თითქოს ყველაფერი გვარდებოდა, მაგრამ ფრენსისმა მაინც დატოვა ორგანიზაცია, გადავიდა PFL-ში და იქაც გახდა ჩემპიონი. ნგანუსთან ბრძოლის დროს უნდა მიიღო ფაქტი, რომ მას შეუძლია პირველი რაუნდში დაანოკაუტოს მეტოქე. მესმის, რომ თუ მან პირველ რაუნდში მომარტყა სახეში ხელი, დიდი ალბათობით სახის ძვლებს დამიუტრევს. მაგრამ თუ მე პირველი რაუნდი გადავაგორე, გამარჯვება ჩემი იქნება. ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრას მე მოვიგებ. ჯონსი უკვე შენელდა, თან მას უკვე 3 წელი არ უჩხუბია, თუ ეს შერკინება მოხდა, ყველაფერი მალევე დასრულდება. ბევრი ელოდა ორთა ბრძოლას განუს და ჯონს შორის დღემდე, მაგრამ ეს სამწუხაროდ ჯერჯერობით არარეალურია. სამაგიეროდ ჯონსი დაბრუნდა და დაბრუნდა თავისთვის ახალ წონით კატეგორიაში. განუს წასვლის შემდეგ პრომოუშენმა მძიმე წონის ქამარი გახადა ვაკანტური და სატიტულო ორთა ბრძოლით ერთმანეთს დააჯახა ჯონ ჯონსი და სირილ განი. ფრანგი ძალიან სერიოზული მებრძოლია, სანამ ის განუს შეხვდებოდა პროფესიონალებში, მას წაგება არ უნახია და 11 ზედიზედ გამარჯვებით მოძრაობდა. ბოლო შეხვედრაში მან დაანოკაუტა დერეკ ლუისი, რითიც მოიპოვა UFC-ს დროებითი ტიტული და მერე ტიტულების გაერთიანებაზე მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხა განუსთან. 2023 წლის 5 მარტს სატიტულო ბრძოლით ერთმანეთს შეხვდნენ UFC 285-ზე სირილ განი და ჯონ ჯონსი. ბრძოლის დაწყებისთანავე მე-9 წამზე სირილ განმა ისე ძლიერად ამოარტყა ჯონს ფეხი კვერცხებში, რომ შეხვედრა გაჩერდა. შესვენების მერე ჯონსმა აღარ გარისკა პერსპექტიულ მებრძოლთან ჩეხაობა დგომში, გადაიყვანა ის მიწაზე და მეორე წუთზე დაახრჩო ის. დიახ, ჯონსმა თავისი გადმოსვლა მძიმე წონაში ფინიშით აღნიშნა.
სტიპე მიოჩიჩი მძიმე წონის ლეგენდა. მართალია ჯონსთან ბრძოლის წინ ის არ იყო მთლად თავისი ფორმის პიკში, მაგრამ დღემდე ის მძიმე წონის საუკეთესო მებრძოლად არის აღიარებული. მას ეკუთვნის მძიმე წონაში ყველაზე მეჯერ ტიტულის დაცვა, 3-ჯერ ზედიზედ. თავის კარიერაში მან მოუგო ბრძოლა ისეთ ლეგენდებს, როგორებიც არიან ფრენსის განუ, დენიელ კორმიე, ჯუნიორ დოს სანტოსი, ფაბრისიო ვერდუმი და ალისტარ ოვერინი. ამავე დივიზიონში ორგანიზაციისგან 9 ბონუსი მიიღო, რაც დღემდე რეკორდად ითვლება. მიოჩიჩზე საუბარი დიდხანს შეიძლება, თუმცა ეს უკვე სხვა ისტორია. 2023 წლის ბოლოს დაიგეგმა ჯახი ჯონს და მიოჩიჩს შორის UFC 295-ზე ნიუ-იორკის შუაგულში, მედისონ სკვერ გარდენში. სამწუხაროდ ეს შეხვედრა ჩაიშალა, რადგან ჯონსმა ტრავმა მიიღო და სასწრაფო წესით მას ქირურგიული ჩარევა დაჭირდა. აქედან გამომდინარე, ქართში ცვლილება იქნა შეტანილი. UFC 295-ზე გამოჩნდა ტომას სპინალი. ორგანიზაციამ დროებითი ტიტული გაათამაშა ასპინალს და სერგეი პავლოვიჩს შორის. ასპინალზე ცალკე გადაცემა მაქვს გაკეთებული, შეგიძლიათ ნახოთ ამ მონსტრის ისტორია. UFC-ში მას მხოლოდ ერთი მარცხი აქვს. ისაც პირველივე წამებზე თვითონვე გაიქნია ფეხი და მოიტეხა. თან ისე რომ ის ეგრევე საოპერაციოდ დააწვინეს. მოდით გავიხსენოთ ტომა ასპინალის ყველა ფინიში მხოლოდ UFC-ს პრომოუშენში. აღსანიშნავია, რომ ასპინალს თავის კარიერაში არასდროს არ მოუგია შეხვედრა გადაწყვეტილებით. ის ყველა ბრძოლას ფინიშით ამთავრებს. UFC-ში ბრიტანელი 2020 წელს გამოჩნდა და პირველივე შეხვედრა ნოკაუტით მოიგო 45 წამში. შემდეგ ერთ წუთში გაანადგურა ალან ბადოუ. 2021 წელს მეორე რაუნდში დაახჩო ანდრეი ორლოვსკი. ამავე წელს ბრუტალურად ჩაქოლა სერგეი სპივაკი. 2022 წელს კინაღამ ხელი მოაგლიჯა ალექსანდრ ვოლკოვს. ამავე წელს პირველი რაუნდის მე-15 წამზე ასპინალმა ფეხი მოიტეხა. ეს შემთხვევით მოუვიდა, თუმცა UFC მას მაინც მარცხი მიუსაჯა. იმის მაგივრად, რომ ეს ბრძოლა გაეფორმებინათ როგორც არ შემდგარი. ოპერაციის მერე ზუსტად ერთ წელწადში ასპინალი უფრო ძლიერი დაბრუნდა და ზუსტად ერთ წუთში გაანადგურა მარჩინ ტიბურა. 2023 წლის 12 ნოემბერს გადაარჩინა მძიმე წონის ქარდი, სადაც ჯონს და მიოჩიჩს უნდა ებრძოლათ და ისევ ერთ წუთში მოკლა სერგეი პავლოვიჩი, რითიც მოიპოვა დროებითი ტიტული. სანამ ასპინალმა მთელ დივიზიონს გადაურბინა, ჯონსიც დაბრუნდა თავისი ტიტულის დასაცავად. ამ შერკინებას მთელი მსოფლიო ელოდა. ჯონსი ზუსტად ერთი წელი მკურნალობდა და 2024 წლის 17 ნოემბერს ომი სტიპე მიოჩიჩს და ჯონს შორის შედგა. ეს შერკინება ასპინალისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამ ორ მებრძოლს შორის გამარჯვებული მას შეხვდებოდა და მოხდებოდა დროებითი და მოქმედი კამრების გაერთიანება. ეს იყო იმდენად მასშტაბური ღონისძიება, რომ მას ესწრებოდნენ ისეთი მნიშვნელოვანი პირები, როგორიც არის დონალდ ტრამპი და ილონ მასკი. კომენტატორის როლში კი გამოვიდა ჯონსის დაუძინებელი მტერი დენიელ კორმიე. მარტო ტურნირზე გაყიდული ბილეთებისგან ამ ღონისძიებაში ორგანიზაციამ $17 მილიონ მეტი გამოიმუშავა. 1,5 მილიონ ადამიანმა ამ ღონისძიების პირდაპირ ეთერი იყიდა, საიდანაც UFC $90 მილიონ მეტი მოგება ნახა. სარეკლამო სააგენტოებიდან და სპონსორებისგან შემოსულ თანხაზე ხო საერთოდ არაა საუბარი. დაი ორ ლეგენდას შორის ომი დაიწყო. მებრძოლებმა პირველივე წამებზე გაცვალეს დარტყმები და ჯონსმა დაიწყო მუშაობა ფეხებით. მიოჩიჩიც აქტიური იყო, მაგრამ ბოუნსი მას ოსტატურად გაურბოდა. მეორე წუთის დასაწყისში ჯონსმა ეფექტურად წააქცია მიოჩიჩი და თითქმის 4 წუთის განმავლობაში ანადგურებდა მას თავისი იდაყვებით. გასაოცარია, სტიპეს ასეთი გამძლეობა მან ყველა ჯონსის დარტყმა აიტანა. ეს იყო ნამდვილად სამმხრივი დომინაცია, სადაც ჯონსი უმოწყალოდ ცემდა მძიმე წონის ლეგენდას. მეორე რაუნდში სტიპე ძალიან დაღეჭილი გავიდა, თუმცა ამ ბრძოლის მონაკვეთში შედარებით ყველაფერი წყნარად იყო. სტიპე ცდილობდა შეტევას, ჯონსი კი კარგად იცავდა თავს, გაურბოდა და დამაზიანებლად ფეხებით მუშაობდა დისტანციაზე.
ჯონსმა მესამე რაუნდი ჯებით დაიწყო, რის მერეც მიოჩიჩმა შეუტია, მაგრამ ჩემპიონი მას არ გაუჩერდა საჩეხაოდ. იგივე სიტუაცია განმეორდა კიდევ რამოდენიმე წამში. მეორე წუთზე ჯონსმა უძლიერესი პირდაპირი დარტყმა გაუტარა მეტოქეს და კლინჩი შეეკრა. კლინჩიდან გამოსვლის შემდეგ ჯონსმა დაიწყო მიოჩიჩის დისტანციიდან ერთჯერადი დარტყმებით განადგურება. რაუნდის ბოლოს თითქოს ტიპე გააქტიურდა, მაგრამ ჯონსმა მას ჯერ თავში უძლიერესი ჰაიკიკი გაუტარა და მერე ეგრევე ბრუნში ფეხი ისე მაგრად გაუტარა მიოჩიჩს ნეკნებში, რომ ის ეგრევე დაიკეცა. ჯონ ჯონსი უდაოდ ყველა დროის საუკეთესოთა შორის საუკეთესოა. თუ არ ჩავთვლით მის დარღვევებს, მან თავის კარიერაში 30 ბრძოლა დაუმარცხებლად მოიგო. 17-ჯერ მოიხუია წელზე UFC-ს ქამარი და გახდა 2 წონითი კატეგორიის ჩემპიონი. ჯონსი არის MMA-ის ევოლუცია. მან ამ სპორტის სტანდარტები ისე აწია, რომ ჯერჯერობით ამ სტანდარტებამდე ახლოსაც კი არავინ მისულა. შერეული ორთაბრძოლების გულშემატკივრებს კი ძალიან გაგვიმართლა, რადგან ჩვენ დავიბადეთ ჯონსის ეპოქაში და შეგვიძლია ჩვენი თვალით ვნახოთ თუ როგორ ქმნის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი თავის ამ ისტორიულ მემკვიდრეობას. ჯონს თავის კარიერაში მხოლოდ ერთი მეტოქე ყავს, რომელმაც ის დაამარცხა და მისი სახელია ჯონ ბოუნს ჯონსი. ბუნებრივია გამარჯვების შემდეგ ყველა ელოდა ტიტულების გაერთიანებას და ბრძოლას ტომ ასპინალს და ჯონ ჯონს შორის. UFC 309-ის შემდეგ ასპინალი დაიღალა ლოდინით და 2024 წლის ზაფხულში გამართა სარევანშო შეხვედრა კორტის ბლეისთან, სწორედ იმ სპორტსმენთან, რომელთანაც მან ფეხი მოიტეხა. ეს იყო დროებითი ტიტულის დაცვა. ასეთი რამ UFC-ის ისტორიაში ჯერ არ მომხდარა. ეს პირველი შემთხვევა იყო, რომ მებრძოლს არ აძლევდნენ ქამარს და აჩხუბებდნენ მეორეჯერ დროებით ტიტულზე. ტომ ამ შეხვედრაში დაიცვა თავისი დროებითი სტატუსი და ზუსტად ერთ წუთში დააფინიშა ბლეიდსი. Hello John. მე შენს წინააღმდეგ არაფერი მაქვს, უბრალოდ ვთვლი რომ უკეთესი ვარ. დარწმუნებული ვარ რომ მოვიგებ, ასე რომ მე მოვდივარ. ეხლა კი თქვენ ყველაფერი იცით ყველა დროის საუკეთესო მებრძოლზე ჯონ ჯონსზე. დიდი იმედი მაქვს ეს ვიდეო მოგეწონათ, მე ამით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.